მოგესალმებით. საუბრობთ საკმაოდ ისეთ სერიოზულ თემაზე, სერიოზული იმიტომ რომ პრაქტიკულად მოგვიწია ამისი გასერიოზულება და ამ კონტექსტში განხილვა, ესეთი მდგომარეობა შეიქმნა ზოგადად ამ საგნის მიმართულებით. შევეცდებით დავსვათ კითხვები, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება რაღაც კუთხით პოლიტიკად მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ეს იქნება სკოლის საკითხი, სკოლის ის რეალური სურათი, რაც შესაბამისად სახელმწიფოს მომავალთან არის დაკავშირებული. სამოქალაქო განათლება არის ის საგანი, რომელიც ფაქტობრივად დღეს შეიძლება ვსწავლობ სკოლებში, მაგრამ ხვალ აღარ იქნება და ეს საგანი, რომელიც მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას უვითარებს, რომელიც იცავს და ასწავლის მათ საკუთარი უფლებების დაცვას და მათ შორის ასწავლის იმას, როგორ უთხრას ზოგადად არა მოსამართლობას და თან ეს ყველაფერი ამ საგნის ფარგლებში შესაძლებელია რომ 7 არგუმენტირებული ტონით უთხრათ. დღეს ჩვენ შევეხებით პრაქტიკულად სამოქალაქო განათლებას და მის სამომავლო ავტორიტარულ პერსპექტივებს. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის სტუმარი გახლავთ ბატონი ნიკო სილაგაძე, მოგესალმებით ბატონ ნიკო, განათლების ექსპერტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ ამ ქაოტურ გარემოში გამონახეთ დრო და დღეს ხართ ჩვენი ეპიზოდის სტუმარი. აქვე ტემპერატურებს შევახსენებ რომ თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე კითხვა, შეგიძლიათ Facebook კომენტარში დამიწეროთ, ბატონ ნიკოსთან თუ გაგიჩნდებათ კითხვა, ჩემთან და მსურველები რეალურია ჩვენი გადაცემა, შეგიძლიათ შემოგზავნდეთ და დასვათ გასაკვირველია აკადემიურობის ფარგლებში ნებისმიერ სახის კითხვა, კრიტიკულიც, დადებითიც, ისეთიც, რომელიც გაინტერესებთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონ ნიკო. 2-3 წუთს მოგცემთ შესავალნაციაში და მე უკვე გადავიდეთ დეტალურად იმ თემაზე, რაც ალბათ ყველას აინტერესებს. მოგესალმებით, გისურვებთ წარმატებულ განვითარებას პოდკასტების სერიის და ვფიქრობ, რომ ეს მაგალითად აქტუალურ საკითხებს ვსაუბრობთ თანამშრომლობაზე და ამიტომ ვფიქრობ, რომ გრძელი და საინტერესო საუბარი ველოდება, რაც შეგვიძლია დავიწყოთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. და მადლობა იმისთვის, რომ პირველ რიგში კიდევ ერთხელ აქ ხართ, იმიტომ რომ ზოგადად საზოგადოებას გონია ხოლმე, რომ ის მაგალითად განსაკუთრებით ექსპერტები, რომლებიც რაიმეს თუნდაც სტატიის სახით ავრცელებენ ხოლმე, არის რაღაცა წინასწარ მომზადებული და ორგანიზებული და ეხლა მეგობრებო ცხადად დაინახავთ, რომ ბატონ ნიკო იმას ამბობს, რასაც ამბობს და არაფერი არ არის რაღაცა კონსპირაციული თეორია, რომელიც ძირითადად სამწუხაროდ ასე ვრცელდება ხოლმე. ხშირად თუნდაც გვესმის, რომ სამოქალაქო განათლება შეიძლება სამწუხაროდ გახდეს პოლიტიზირებული, ანუ ეს საგანი თვითონ გახდეს პოლიტიზირებული და მოდი მარტივად ვთქვა, სამოქალაქო განათლება უდრის კანონის, უფლებების, პასუხისმგებლობის და საზოგადოების მექანიზმის, საზოგადოებრივი მართლობის მექანიზმის სწავლებას. და სწორედ ეს არის ის თავარი დეტალი, რომელიც არ ნიშნავს პარტიულ პროპაგანდას და ნიშნავს ეგრეთ წოდებულ მოქალაქეობის ამბავს, ხო? რომელიც სკოლებში და მოსწავლეებში ავითარებს ამ ელემენტარულ უნარებს. პირველი კითხვა ალბათ აქედან უნდა დავიწყოთ თქვენთან აუცილებლად და გკითხოთ რა მოხდება, ეს არ ვიცი ჩვენ ეს მხოლოდ არის ვარაუდი და ამას აღნიშნავთ თქვენც და მეც ყველგან და ყველა სივრცეში რა მოხდება თუ ეს საგანი იმ ასე ვთქვათ გეგმით განვითარებას ყველაფერი და იმ გეგმით გაუქმდება საბოლოო ჯამში. რა იქნება ის მოკლევადიანი შედეგი, რაც შეიძლება ძალიან მალე ვნახოთ. მოკლევადიანი შედეგზე ცოტა ძნელია ლაპარაკი, ნავიც იმ ფონზე, როცა ყველაფერი უქმდება, ყველაფერი იგრევა და ძალიან დეფორმა, როგორც უწოდებენ სოციალურ ქსელებში აქტიურად მიმდინარეობს, შეიძლება პირველ ეტაპზე დიდად შესამჩნევი არც იქნას ეს ყველაფრის ფონზე, სადაც მეტოქე კლასი გაუქმდა და მithmetes რეპეტიტორიული დაარქვეს, მაგრამ საშუალო და ძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება ნამდვილად ძალიან ცუდი, იმიტომ რომ სამოქალაქო განათლება როგორც საგანი ნიშნავს, საერთოდ ყველასთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. Ravisa თქმილია, ვინც ამ საგანში მუშაობს და ჩემთვის ეს ნიშნავს
ისა და კავშირებს ადამიანსა და სახელმწიფოს საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის. ანუ ჩვენ თუ დღეს სამართლებრივი დემოკრატიული თანამედროვე სახელმწიფოს ფარგლებში ცხოვრობთ, ამ ტიპის ცოდნა, რასაც ეს საგანი იძლევა, აუცილებლად საჭირო ხო, იმიტომ რომ შეხედოთ ისტორიას, ყველა ეპოქაში ეს საგანი ნამდვილად არ იყო საჭირო, აი თქვა შეიძლება თემატიკა ყოველთვის და ყველგან საჭირო იყო და მშობლიური ენა და ლიტერატურა, მაგრამ ეს საგანი ყველა ეპოქისთვის ერთნაირად აქტუალური არ იყო, საბჭოთა პერიოდში სულაც არ იყო სამოქალაქო განათლების საჭიროება, პარტიული იდეოლოგიური ხაზით საკმარისი იყო. იგივე შუა საუკუნეებში ნამდვილად არ იყო საჭიროება, იმიტომ რომ სახელმწიფო ემოციონალურ ფაიბრების წესრიგით განსახიერებად ითვლებოდა. ცხოვრობთ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოს იდეას ცვალებდა. ყველა ვფიქრობთ, რომ ცუდი კარგი გაგებით აქციონერები ვართ ამ ქვეყნის, ხო? და შესაბამისად უფლება გვაქვს, რომ ვიმონაწილეობთ და შესაბამისად ამ საქმის გაქრობა გამოიწვევს რას ეს ხანგრძლივ პერსპექტივაში, უფრო მივიღებთ უფრო ნაკლებად ინფორმირებულ მოქალაქეებს, უფრო ნაკლებად დაინტერესებულებს საზოგადოებრივი პოლიტიკური პროცესებით, უფრო ნაკლებად თვითდაჯერებულებს იმ გაგებით, რომ თუ რაიმეს შეცვლა მინდა, როგორ შევცვალო და ხელი არ ჩამიქნიო რაღაცეებზე და ანუ და რა თქმა უნდა მივიღებთ კიდე ძალადობაზე მეტად შემართულ და ეთიკურ მონაწილეობაზე უფრო ნაკლებად ორიენტირებულ პიროვნებებს. რაც შეიძლება ესეც იყოს დღეს ქვეყნის ხელისუფალთა რეალური ჩანაფიქრით ამიზანი ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ მაინც მერჯერობით ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ალბათ თუ კარგად კონსტიტუცია, კანონის უზედაესობა დეკლარირებულია და პოლიტიკური პროცესი არ გვინდაო, არავის არ უთქვამს და ამ ვითარებაში ეს მარტო საქართველოსაც არ ეხება, ხო დღეს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას ამ ეპოქაში ნამდვილად სჭირდება ეს საგანი და ამიტომაც არის ძალიან პოპულარული. მე არ მესმის რატო აი თუ ახლა მართლა ესეთი კონსპირაციული ჩანაფიქრი არ არის, რატომ შეიძლება მისი ხელყოფა იყოს საჭირო. და ნუ აღნიშნავთ ვერი ამასაც, რომ ეს ხომარ ფიქრობთ, ზუსტად არ ვიცით ეს. დიახ, ხომარ ფიქრობთ, რომ ეს თავიდანვე ესე ცალსახად ვერ გაამჟღავნეს და რაღაც მომენტში იმ გეგმის გაგრძელება, რაც თავში აღნიშნეთ, რომ დეფორმას, ანუ იმ რეფორმას მიბმული, ესე ვთქვათ, რეფორმა ხო არ არის ამ შემთხვევაში სამოქალაქო განათლების და აქ იყო კიდევ ორი საგნის ხელოვნების და მუსიკის, მათ შორის საათობრივი ბადის შემცირება ან დაკნინება რაიმე სახით ამ საგნების. რას ემსახურება? ანუ ეს არის ცალკე მიმართულება, რომ მაგალითად ქვეყანაში დაკნინდეს დემოკრატიული აზროვნება და ავტორიტარულ რაღაცა როგორც გეგმა ყოველ შემთხვევაში ან იკვეთება საპოლიციო მართლობით განათლებაზე გადავიდეთ, აი ამისკენ ეს ცალკე მიმართულებაა თუ თქვენი აზრით იმ რეფორმის ფარგლებში ხორციელდება, რაც პრაქტიკულად სექტემბერში დაიწყეს. ეს სიმართლე გითხრათ, მიმდინარე რეფორმა დეფორმას მაინც რთულ კონცეპტუალურ ნახაზებში ვეფხედავ. ესეც მექნება ალბათ საუბარი და საერთოდაც ჩანაფიქრებზე და გულისიღრმეში რას ფიქრობთ, მაინც თავს შევიტოვებდი ლაპარაკს, იმიტომ რომ მინდა რომ ძალიან პრაგმატულად და კონკრეტულ რაღაცეებზე ვისაუბროთ. მე შემიძლია ავხსნა ბევრი ჩემი კოლეგის და ჩემს შიშს რა იწვევს იმაზე, რომ ნამდვილად ხო არ აქვს ჩაფიქრებული სამოქალაქო განათლების როგორც საგნის გაუქმება და ნუ რატომ აქვს ახლა გასაგებია ბევრი მოსაზრება შეიძლება ითქვას მეტად ლოგიკურიც ზოგი ნაკლებად, მაგრამ ამას ვერ გადავამოწმებთ და შეიძლება სწორედაც ისეთი რეგისტრი მიიღოს ჩვენმა საუბარმა, რაც ჩვენს მოცდაუდეგეებს უფრო სიამოვნებათ, ხო? გარეთ შეიძლება ძალიან პრაგმატულად 4 რაღაცას გამოვყვეთ, ხო? რაც არის რეალური შიშის საფუძველს, რაც იძლევა ამ ეტაპზე. ხაზი გავუსვათ იმას, რომ სრულიად არასაჯაროობის პირობებში რო ვართ, იმით არის შიშები განპირობებული, თორე ოდნავ ღია რო იყოს ინფორმაცია და ოდნავ კომუნიკაცია რო იყოს საზოგადოებასთან, არც ერთი ეს შიში და არც ერთი ეს პრობლემა არ გაჩნდებოდა, ხო? ნუ ყველაფრის თავი და თავი არის ის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა არ გვაქვს. რა გეტყვით, რასაც გულისხმობ. გახსოვთ, რომ 2025 წლის დეკემბერში გიომიქანია. აქეთ არ ვსვარდეს გულისხმობ. ეხლა რაღაც კომოქმედებს და არის კი ბატონო, მაგრამ 2025 წლის ოქტომბერს გვახსოვს ყველას გიომიქანაძის კონცეფცია ზოგადი განათლების, ხო? რომელიც გამოყვა 16 დეკემბერს ირაკლი ყობახიძის მიერ კონცეფციას, სამთავრობო ლოჟა, იქ სამინისტროს წარმომადგენლები, რესურს ცენტრების და მთელი ხალხი გამოვიდა მიქანაძე და ისაუბრა მთელ რიგ საჭირო ბოროტო ჭალებში საკითხებზე, ხო? ლიბერალიზმის დაგმობიდან დაწყებული, რეპეტიტორიუმის შემოტანილი დამთავრებული, მე-12 კლასის არჩევითობა და ნუ აღარ მინდა ეხლა რა მიმართულება თუმცა უკან დაიხიეს მაგ ნაწილში რაღაც. ეხლა კითხვა აქ ჩნდება მთავარი რომ თუ არ არის ეროვნული სასწავლო გეგმა, ამის შესაბამისი რა აზრი აქვს, ეს კონცეფცია ხო არ არის? ეროვნული სასწავლო გეგმა სახით ხდება კონცეფცია ხელმოსაჩასახები და რეალიზებადი, ხო? ანუ და ეს არ არის გამოტანილი. არ ვიცით ჩვენ ის არჩევით მე-12 კლასში რა უნდა ისწავლებოდეს და რა
უნდა იყოს სტატუსით, რას ნიშნავს მეათე კლასში რა დარჩა და აი ეს აჩენს შიშს, რომ რეალურად ორი კნახეთ ახლა შიში საიდან ჩდება. არ გვინახავს სასწავლო გეგმა, მაგრამ ვიცით მოცემულობა როგორია, ხო? რომ ორი კლასი მოაკლდა სკოლას. ერთი 12 სულად მოაკლდა, რეპეტიტორიუმი არის მარტო იმ საგნებში, რომელსაც ბავშვი უმაღლესისთვის აირჩევს, ამას საშუალო სკოლა აღარ ქვია. არის მეათე კლასი, მეშვიდე, მერვე და მეცხრე, ხო? ხო და ამ ხელა საგნების ადმი პირველი პრობლემა რაც არის, აი შინაარსები რო აქვს უზარმაზარი ამ საგნებს რაც სკოლაში ისწავლება, სად უნდა წავიდეს, ხო, ბადეში ხო ჩდება საათობრივი ბადის პრობლემა, მით უფრო ითქვა რომ უნდა გამკვირთოთო კიდე ამაზეც იყო ლაპარაკი. მეორე პრობლემა არის ის, რომ ფუნდამენტური საგნები გამოკვეთა გივი მიქანიზმის ხაზგასმით. იქ და თქვა რომ ფუნდამენტურ საგნებს ვაძლიერებთო და ანუ ეს მაშინ სამწუხაროდ არ შევიდა სამოქალაქო განათლება. შევიდა ქართული, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და მათემატიკა. ანუ ეს იყო საგნები, რომელიც იქ შევიდა. ხო და ამდენად არაფუნდამენტური საგნებისთვის არის ნამდვილად შიშის საფუძველი, მით უმეტეს რომ კარგად ვიცი მე სამინისტროში როგორ ფიქრობენ, რომელ საგნებს რა პრიორიტეტებს არიჭებენ და ანუ მოქალაქეობა, მუსიკა და ხელოვნება, ამიტომაც მგონია რომ საფრის წინაშე შეიძლება იყვნენ, იმიტომ რომ ტექნიკურად არის გადასაწყვეტი, უზარმაზარი საათობრივი ბადისთან დაკავშირებული პრობლემები. აი მათემატიკურად არის ბევრი ვიფიქრე, სანამ ამას დავწერდი, მაგრამ მათემატიკურად ვერ ვხედავ ეს როგორ უნდა მოხდეს, რომ ისიც გაძლიერდეს, ორი კლასიც მოაკლდეს. რაღაცა მოკეთ არის შიშის საფუძველი ნამდვილად არ მოხდეს. მესამე პრობლემა არის, რომ პარალელურად ამ ყველაფრისა ვხედავთ ჯერჯერობით მაინც მხოლოდ არაფორმალური განათლების კონტექსტში სასულიერო პირების და პოლიციელების გააქტიურებას, ხო? ანუ ეს ვაჭრეს ეს აღნიშნეთ სექტემბერში ერთ-ერთ ნაწილში ღირებულებითი განათლების ფარგლებში კი, მაგის ეგიდით და აქვე ჩაგეკითხებით ბარემ და რომ ჩაშალოთ ხომ არ ვიტყვით მე ხო აი ბევრი ბარი ხო ხოჭრებია ვთქვა რომ აი ევროპოს და რომ ზუსტად იცოდნენ ჩვენი ეჭვები რას ემყარება კი მესმის რომ ეს შეიძლება საინტერესო დიდად არ იყოს მაგრამ ჩვენ რომ საზოგადოების წინაშე მართალი ვიყოთ და აი უბრალოდ პროპაგანდას არ ვეწევით რაღაც იდეების და უტრირებას აი მინდა რომ ეს რა პოზიციიდან ამოვდივართ თქვა აი სამესამე იყო რომ რახან არაფორმალური განათლების კონტექსტში სწორედაც ღირებულებითი განათლების ეგიდით ხდება გააქტიურება აქ შეიძლება სწორედაც კლუბურ ფორმატში რაიმეს გადატანის ალტერნატივა იყოს მით უმეტეს არის ეგეთი პრაქტიკა მე-11-12 კლასში და მეოთხე რაც არის რომ ეს პროცესი კი ჩაკეტილია მაგრამ რახან ერთი წიგნის წერას იწყებენ სამინისტროში ჯგუფები კომპლექტდება იქ ავტორების ყველა სხვა საგანში და მოქალაქეობის მიმართულებით თითქოს არაფერი არ დაკომპლექტდა და სხვადასხვაენი ინფორმაცია გამოდის ხო ისეთი რომ თითქოს ამ საგნის წიგნებს არ ჭირდება შეცვლა და როგორ უნდა იყოს და რანაირად არამედ ეს ყველაფერი ერთობლივად აჩენს ნამდვილად შეკითხვებს აჩენს ნამდვილად შიშს და ნუ ახლა ვითარებაში როცა სამინისტროდან ყველა გზა ჩაკეტილია შეკითხვას ვერაფერს ვერ დასწრომ საჯაროობის არანაირი ის არ არის შეკრებაც არ არის ხო ნათქვამი მაგალითად მიქანაზე რო თქვა სქემა და ზოგადად ამას მივეჩვიეთ 20 იანვარს დავამტკიცებთო სქემასო თქვეს და 31 დეკემბერს ახალი წლის მოსვლა არაცალეს ისე დაამტკიცეს და ეროვნულ სასწავლო გეგმას ამ კონცეფციის შესაბამისად დავამტკიცებთო ამის პირობასაც არავინ არ იძლევა არავინ არ გვეუბნება როდის დაამტკიცებენ ხო ან როდის წარმოვიდგენენ და აი ამ ფონზე იქ რაღაცები ხდება რაც ნამდვილად არის სახიფათო აი ხა გასწორდა მგონი თქვენი ხმა რაღაც მომენტში აღარ ისმოდა ხო, ანუ მოკეთ ეს 4 ბიზნესია რაც ჩამოვთვალეთ, რაც გვაძლევს შეშფოთების საფუძველს და ალბათ ჩვენი პოდკასტის ერთ-ერთი მიზანი ისეც არის, რომ ამის შესახებ საზოგადოება იცოდეს. ხო, ეს ბოდიში მოგითხოვთ. ზოგადად მე თქვენი საინტერესო საკითხი კიდე ერთხელ ბოდიში ვეცხოვ, რომ ეს 5 წუთი შეიძლება დაკარგული იყოს ერთი შეხედვით, მაგრამ ეს საჭიროა ღიაობისთვის, რომ აი ამიტომ შეშობთ, თორე ეს არ არის რაღაც კონსპირაცია, ხო, და ვინ სიტყვის თუ ეს საფუძვლები არ არის, კი ბატონო ჩათვალოს ყველა არა, მნიშვნელოვანია ეგ და ასეთი დასაწყისი, იმიტომ რომ ეგ უნდა მეთქვა, რომ თქვენი სტატიის ქვემოთ კომენტარები და რაც ზოგადად ამ საკითხზე დაიწყო საუბარი, რაც შევაჯამე არის ორად და მესამე ნაწილიც არის, რომელიც იწონებს სხვათა შორის ამ გადაწყვეტილებას, არ ვიცი ეს მასწავლებელთა რომელი კლასია. მეორე ნაწილია რომ ამბობს რომ ეს საშიშია, მაგრამ რაღაც მომენტში ეთანხმებიან ესა რაღაც მომენტში ფიქრობენ რომ ეს არ მოხდება. აი როგორც მაგალითად მე-11 კლასზე, მე-12 კლასის გაუქმებაზე ისე გამოვიდათ რომ თავისივე ნათქვამი ვეღარ წაიღეს უკან ბოლოს და თქვეს რომ კაი მე-12 კლასზე დარეგისტრირდება აბიტურიენტი და ვეღარ გადათქვეს და სავარაუდოდ ამ საგანზეც ასე მოუვათ ჩემი ღმერთმენით. აქედან გამომდინარე და მესამე ნაწილი რომელიც
უშუალოდ რაც თქვენ აღნიშნეთ და თავიდანვე ვთქვი რომ კონსპირაციას უწოდებდნენ ეს ჭორია ეს არ მოხდება და სხვა შორის ამაზე ააგეს მთელი პროპაგანდა ხო კონკრეტულად ეს საგანი რომც გაუქმდეს მაგალითად პირველ რიგში აი ეს მთავარი კითხვა ამ საგნის გაუქმებაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ მაგრამ მთავარი კითხვა საერთოდ ეს საგანი თქვენ დიდი ხანია ამ მიმართულებით ხართ უკვე ასე ვთქვათ საგნობრივი ექსპერტი მათ შორის და რისთვის შეიქმნა სულ თავიდან სამოქალაქო განათლება და აი თქვენი დაკვირვებით რა შედეგი მოიტანა აი ამ თუნდაც 10 წელიწადში რა შეძლო ამ საგანმა რაღაცნაირად მგონია რომ საზოგადოებამ ეს ვერ დაინახა განსაკუთრებით მასწავლებელთა იმ მესამე ნაწილმა რომ ასე მარტივად თითქოს ვეთანხმებით ამ რა ვიცი შესაძლო მოცემულობას ხო, მადლობა, ძალიან კარგი შეკითხვაა ეს, რომელიც სწორედაც სულისკვეთება, რომ გამოვარჩინოთ ამ საგნის ამის შესაძლებლობას გვაძლევს. ძალიან ხანგრძლივიც არ არის ეს ისტორია, მაგრამ ძალიან მეტყველია. თავიდან გახსოვთ, სიტყვებოდ მე-9 და მე-10 კლასებში ისწავლებოდა სამოქალაქო განათლება პირველი თაობის სასწავლო გეგმით, მაგრამ აი სულ იყო იმის განცდა, რომ არ არის ეს საკმარისი, ხო, მე-9 და მე-10 კლასში, რომელიც მაშინ საბაზო და საშუალო საფეხურის დამამთავრებელი და დამწყები პერიოდი იყო, მაგრამ თემატიკაც არ იყო მაშინ განვითარებული. ანუ ამ ტიპის ცოდნა ეხლა მაგალითად მათემატიკის ცოდნა, ისტორიის ცოდნა, გეოგრაფიის ცოდნა ეს წრეებში შემუშავებული. ამ საგანში არც იყო ბუნებრივად იყო განვითარებული და მაგრამ ყველა აცნობიერებდა სამართლებრივი სოციალური სახელმწიფოს მშენებლობისთვის ამის მნიშვნელობას. ეს მე სულთან დაყობრივად მახსოვს ნაბიჯ-ნაბიჯს, ხო ჯერ მე-7 და მე-9 კლასებში დაემატა, მე მე-10, მე-11, მე-12-ში და ეს ყველაფერი ხდებოდა ოღონდ ძალიან აი გამჭვირვალე და საინტერესოდ ხო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წარმომადგენლებით ჩართული იყვნენ უამრავი საზოგადოებრივი ორგანიზაცია თავის პრიორიტეტებს თავაზობდა და რესურსებს ქმნიდა მეც უშუალოდ მუშაობდი მაშინ როგორც სამოქალაქო განათლების ექსპერტიც და როგორც კურიკულუმის განვითარების ექსპერტი და ხედავდი ამას და მე არც შემიძლია ვთქვა რომ რომელიმე სხვა საგანი ჩვენ საათობრივ ბადეში ასე არც ერთს არ ვაკნინებ რა თქმა უნდა მაგრამ ყოფილიყო ასე მონაწილეობითი და ასე საზოგადოებრივი პროდუქტი აი გავიხსენებ კიდე ამ საგნის ერთგვარ საწყისად შეიძლება ჩავთვალოთ მე და საზოგადოება მესამე მეოთხე კლასში თუმცა ის ისტორიისთვის და გეოგრაფიისთვისაც საწყისია და ჩვენი საქართველოს ანუ ეს social study-ა და არა თქვა მაინდა-მაინც citizenship-ი მაგრამ ამის საფუძველია და მახსოვს მისი განხილვა როცა იყო გემახსოვრებათ ყველას თვითონ სასულიერო პირების მხრიდან თვითონ კონსერვატორულად განწყობილი საზოგადოების მხრიდანაც იყო ძალიან დიდი შემოტევა რაღაც პერიოდში და მე მახსოვს ეგ ნაწილი და მაგას თავად სამინისტრო აი ყველა ისეთი შუაგული იქნა დაჭერილი რომ ამ საგანზე დღეს როგორც ისწავლება ვერავინ ვერ იტყვის რომ ეს იდეოლოგიურად ან მარჯვნივ ან მარცხნივ გადახრილი ან სწორედაც საზოგადოების ყველა ფენამ რო დაინახოს და ყველა ინტერესთა ჯგუფმა თავის აი ძალიან დიდი მუშაობა იყო ყოველთვის ამაზე და რეალურად საგანი კვლავაც რჩებოდა იმათ რომ უნდა ყოფილიყო ეს სახელმწიფოებრიობის ადამიანის როლის წარმოჩენი და ძალიან დიდი მუშაობა იქნა გაწეული ამ კუთხით თავის დროს ხო ანუ ეს არ არის კერძო პროექტი ვიღაცის არ არის ვიღაცის რაღაც და ეს ასე ხელი მოხვიოდა ეს იყო გააზრებული ნაბიჯი დიახ გააზრებული ნაბიჯი ხო როგორც ერთობლიობა საზოგადოების ინტერესთა ჯგუფებს შორის ინტერესთა დიალოგი და რაც ყველაზე მთავარია, რა ვიცი, მთავარი არ არის შეიძლება, მაგრამ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს დღეს რო ყველაზე მეტად უწევენ ადვოკატირებას, თუნდაც იმ ვერსიას, რაც კანონის და წესის გვერდზე აღვით აქვთ მიღებული. იმ ყველაფერის როგორ აკეთებენ ამის გარეშე ცოტა ძნელი წარმოსადგენია ხო? ცით რა, აქ ერთი საინტერესო კითხვა იბადება, ეს თავადვე აღნიშნეთ, რომ ეს იყო გააზრებული და თელი სისტემა ამაზე აგებული და შეიქმნა ეს საგანი თავისი მინუსებით, პლუსებით და დაიხვეწა, დაემატა აგერ პროექტი დაემატა რამდენიმე წლის წინ და იმანაც რაღაც შედეგი გამოიღო, რაღაც შედეგი ყველას აქვს ჩავარდნები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ დონის და იმდენი არჩევითი საგანი არსებობს, აი დღევანდელი მოცემულობის სკოლაში, რომ 10-15 საგანი, ხო? თქვათ ეს საგანი აღარ მოსწონთ. რატომ აუქმებენ და არ გადააქვთ თუნდაც არჩევით საგნად. ხო, აი აქაც ძალიან საინტერესო. ცუდი იდეას ნუ მივაწვდით მოდი. ჯერ ხო არ ვიცით რა. არ მივაწოდოთ, მაგრამ დავანახოთ რა შეიძლება მოხდეს მაინც, იმიტომ რომ სამწუხაროდ მე ეს გარკვეული სახის კულვარული ინფორმაცია სექტემბრიდან მქონდა და ჯერ კიდევ Zoom განათლებაში გავაჟღერე აჭარის ტელევიზიაზე, რომ ასეთი რაღაც მე პერსპექტივა ყოველ შემთხვევაში ღირებულებითი განათლების სამომავლო განვითარების ეს დავინახე.
რომ მისი განვითარება საბოლოო ჯამში კლუბურად ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ ჩვენი სასკოლო საზოგადოება კლუბური საქმიანობის მხოლოდ 10% წდება კლუბურ საქმიანობას და თითქმის არ არის ჩართული სამწუხაროდ ამ მიმართულებით და ეს თავის თავს მოკლავდა და ასეც მოხდა რეალურად ბოლომდე ყველა სკოლაში ვერ აითვისა ამ კლუბურმა საქმიანობამ ღირებულებითი განათლების ფარგლებში და შესაბამისად ახლა გახადეს ოფიციალურად ეს კანონიერად დასაქმდა უკვე მღვდლები სკოლაში. ეს შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდათ და ჩვენ მივიღეთ უკვე საჯარო სკოლაში სასულიერო პირი. საჯარო სკოლაში ხა დემოკრატიულ სახელმწიფოში, სეკულარულ სახელმწიფოში ცოტა ეს სიგიჟეა ერთი შეხედვით, ახლა ამაზეც არ გვინდა რომ ცალკე დაღლა წამოვიდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ ხომ არ გგონიათ, რომ სამომავლო პერსპექტივა ღირებულებით ნაწილში გადავა სამოქალაქო განათლების თუ მაინც და მაინც ეს მავნე აზრი განავითარეს და ის როლი, რაც საბოლოო ჯამში კლასში სწორი სამოქალაქო განათლების ნაწილში ვლინდებოდა დემოკრატიულ რელსებზე რომ იდგა და დგას ეს საგანი, ხომ არ გარდაიქმნება რაღაც ქრისტიანულ პერსპექტივებზე. თუ გარდაქმნა და ამას გეგმავენ. იმიტომ რომ ეს ღირებულებითი განათლების მიზანი ხო არის, რომ ვითომ და ჩვენ ქვეყანაში დაიკარგა რაღაცა იკარგება ეს ტრადიცია და ლიბერალური ჯგუფების შემოტევის ხნიან ამას. რამდენიმე სიტყვის გარშემო დავაჯგუფოთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე და რაც წამოვჭერეთ ახლა სავით. ერთი არის ღირებულებითი განათლება, მეორე მღვდლების სტატუსი, მესამე ლიბერალური ჯგუფები და ღირებულებები. ხო, ანუ აი სამივეში ჩანს სრული ნონსენსი და არაპროფესიონალიზმი. რადგან არის ლაპარაკი ეს ღირებულებითი განათლება რაღაც ბოლო ხანებში გაჩნდა ამათ ლექსიკონში ეს ტერმინი არ ვარ დარწმუნებული ზუსტად ხო ანუ იყო აქ თემაზე ყოველთვის ლაპარაკი მაგრამ მე როცა მაგ ტერმინს ვიყენებ ღირებულებითი განათლება რას ნიშნავს ჩვენთვის რომ ვასწავლით ამა თუ იმ საგანს არა მხოლოდ სამოქალაქო განათლებას ჩვენ როგორც მასწავლებლები რაზე ორიენტირდებით ხო ანუ ორიენტირდებით უბრალოდ ფაქტებისა და მოვლენების დამახსოვრებაზე თუ ინფორმაციის ნათვისებაზე თუ უნარების რაღაც კომპეტენციურ სტილში განვითარებაზე რაღაცის მიმართ სამსამზადებლად თუ მოსწავლეს ღირებულებით მსოფლმხედველობრივ ასპექტში ვაძლევთ ამ ყველაფრის გათავისების საშუალებას და კარგ სადაც უთთან მიმართებით ფიქრის გამოვლინებას და ნუ რა არის ჩვენი სამიზნე მოსწავლის ღირებულები და პიროვნული და განვითარება და მსოფლმხედველობა თუ დახელოვნება რაღაც უნარებისთვის რომელიც თვითონ არ ვიცით მის დაჭირდება და რატო დაჭირდება თუ დამახსოვრება ეროვნული რაღაც ფაქტები რა თქმა უნდა პასუხი ეროვნული სასწავლო გეგმის მხრიდანაც და ყველა ნორმალური სპეციალისტისგანაც არის რომ ღირებულებითი ასპექტი ამ თავარი და ამისთვის ხდება ყველაფერი ხო ანუ მოწუთქმა იმისა რომ რა ვიცი ხა ღირებულებები უნდა ასწავლოს სასულიერო პირებმა და მასწავლებლად თვითონ სასულიერო პირების მიმართ ღირებულებითი განათლების იდეის მიმიბმით ასე მკაფიოდ რაც არაერთხელი თქვა და გააშკერება გააკეთეს პედაგოგთა კორპუსის სრული დისკრედიტაცია ესე იგი თვითონ სამინისტრო ამბობს თავისი პირით მისი მაღალჩინოსნებისგან გავიგეთ არაერთხელ და ხუთჯერ ეს რომ თურმე ეს რაღაც ამბობს ამბობთ რომ მასწავლებელმა უნდა დააზოთხოვოს მასწავლებელმა უნდა რობოტულად მოვითაროს და ღირებულებები განათლება რომელზეც ბევრი ლაპარაკა მითანაც ვერ ვაძლევთ სკოლაშიო და ამისთვის ვაკრიურებ სასულიერო პირებს ეს არის რა ვიცი აი უცნაური აი საერთოდ რაც უნდა არც უფიქრია დარწმუნებული ვარ რომ ამას ნიშნავს ეს აი ნუ მაგრამ ეს არის სრული დისკრედიტი იმაზე მეტი გამოცდების სქემაში რომ რაღაც საბუთებით და კრედიტებით არ მიიღებენ მასწავლებლებს ამაზე მეტი დისკრედიტაცია ეს არის რა თქმა უნდა რაც შეეხება სასულიერო პირების სტატუსს ხო კი ბატონო მან სეკულარული სახელმწიფოს პრობლემაა და ზოგადად რაღაცა რაც კეთდება რატო კეთდება ხო გასაგები ან იქ სასწავლიანის პროგრამები თუა გამჭვირვალე ან ვისჭირდება ან აი თუ გახსოვთ ერთი მიმართულება ქონდათ იქ რომ ღირებულებებით კი არა სასკოლო კლუბური განათლება და არაფორმალური განათლება უნდა გავავითაროთ ეს ყველაფერი ხო მანამდეც კეთდებოდა შეიძლება სასულიერო პირები არ იყო შეშვებული მაგრამ ესე იგი ეხლა თუ უფრო რიხით გაიწყებენ რაღაცას უფრო გამოვა რამე თუ ან სასულიერო პირი და მანდა თუ აი პოლიციელი ანუ რაღაცა ნონსენსია ამ შემთხვევაში მაგრამ რისთვის არის ეს საჭირო და როგორ გაკეთდეს ამის კონცეფციაც არ გვინახავს და არავის არ საუბრია ხო ანუ ივან მღვდელი და ღირებულება იმის გარდა რომ არასერიოზული ლაპარაკია საერთოდ რეფორმა რაც არის ის არ გვინახავს კი ეგ არ გვინახავს საერთოდ
და დარჩება ესამე ეს ლიბერალიზმებზე რაღაც სულელური ლაპარაკები, რომელიც ავიცი. მერგანს დამრჩება, რომ სამინისტრო უბრალოდ თავისი არსებობა რო გაამართლოს თავისი უფროსების წინაშე ქართულ ოცნებაში, რომელიც რაღაც ანტილიბერალურ ტარღალზე გაენეწყო, ამ ლიბერალიზმების თემას ატრიალებენ, როგორც შეუძლიათ და არ შეუძლიათ. თორე რა ვიცი, ხა საქართველოს განათლების სისტემაში ეს გაზეთში წავწერე ამას წინათ, რომ სად დაინახეს ეს მოძალებული ლიბერალიზმი, ჩემთვის ძალიან ანტიპატრიოტიზმის დეფიციტი სად დაინახეს, ხო? ანუ სად არის ეს ყველაფერი? ანუ არ არის ეს, ხო? შეიხედეთ ნებისმიერ საკლასო ოთახში, სამშობლოზე რაღაცებს სოციალური სივრცით განსაზღვრავენ ხოლმე, მაგრამ როგორც მათ ჩვევიათ, რომ არაფერზე დაყრდნობით ყველაფერს ამბობენ, რომ არანაირი სტატისტიკა არ არსებობს, თუნდაც ჩვენი საზოგადოების რა ჯგუფები რა პროცენტით უჭერენ რას და როგორი ტიპის მართლობას ხარს. ერთ-ერთი ფაქტი ის არის ცალსახა, რომ ჩვენ ძირითადად ევროპულ ღირებულებებს ვირჩევთ საზოგადოების უმრავლესი ნაწილი და ეს ბუნებრივად სვავს ხოლმე ამ კონტექსტს, რომ დემოკრატიულ ღირებულებებს და ევროპული ღირებულებები, სიტყვა ევროპული მან თითქოს გეოგრაფიული იმას იძლევა მიმართულებას და რეალურად ეს ყველა ნორმალური საზოგადოების ღირებულებებია, რომელსაც საზოგადოება აურჩევია ათვლის წერტილად და არა ავტოკრატიები და არა ის და მოკეთ ისე თქვა მინდა რომ მე მუშაობდი 2018-16 წლიდან 24 წლამდე სამინისტროში ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტად. ანუ ყველა საგანი ერთიან კონცეფციას როგორ ქმნიდა და ბოლო წელს 25 წელს წამოვედი იქიდან. ხო და ანუ ისე თქვა მინდა რომ იქ მუშაობა რაზე იყო რომ ეროვნული სასწავლო გეგმა არ უნდა ყოფილიყო გადახრილი არც ერთი იდეოლოგიის სასახლებად. ხო ეს სოციალიზაცია ამ კუთხით რომ იდეოლოგიზაცია მოხდეს არ აქვს მნიშვნელობა აქ ეს კონსერვატორულია, ლიბერალურია, კომუნისტურია, ანარქისტულია არც ერთი იმდენად ათვლის წერტილი იქ უნდა ყოფილიყო სუბიექტივიზაცია ბავშვის მხრიდან მოცემული მასალის და ანუ ის რომ კი ბატონო რაღაც თემას გაითვალისწინე რაღაცა და ეხლა მე წაგვიდეთ ყოველთვის აი დავწერე კიდეც ეს და გამოვიყენებ თქვენს პოდკასტს და კიდე ერთხელ რომ ანუ შემირწმენია ის განათლების სამინისტროს თანამშრომლები რომლებიც იმ პრეზენტაციაზე ისხდნენ და კიდე უსმენდნენ რომელსაც მინისტრმა უძახა ლიბერალ ექსტრემისტები ხო ანუ რომ თურმე ამდენი წელია ერთი როგორც კონკრეტული იდეოლოგიზმებით თურმე გადაყუφდა ყველაფერს ისმენენ და სადაც კითხვა ისმის რომ სად იყო ეს ლიბერალიზმი ხო აი ბოლო ხო სასწავლო გეგმაში ბაშენ გვაჩვენეთ ან რა შედეგი მოგვიტანა ამან და მაინც იმაში ჩართავენ ხოლმე ლიბერალიზმის მიმართ კი არაფერი მაქვს ცუდი სათქმელი თვითონ ეგ საზოგადოება რომელიც აკრიტიკებს ლიბერალის ექსტრემისტულ ჯგუფებს შედეგს ასახელებს მხოლოდ და მხოლოდ იმას რაც მათი ქცევისა და რეფორმის წინააღმდეგ მიდის ხოლო და სხვა ვერაფერში ვერ ხედავენ დადებით შედეგს თუნდაც ამ შემთხვევაში და აქ ხომ არ იკვეთება ავტორიტარიზმის პირველადი ნიშნები ამ ნაწილშიც განათლებაში ავტორიტარიზმის ნიშნები იკვეთება ყველგან და ყველაფერში ხო ანუ რეალურად ეს ავტორიტარიზმისთვის იდეოლოგიური ხარგის მიცემის მცდელობაა რასაც სამინისტრო ვერ ახერხებს ხო ანუ აი წარმოვიდგინეთ მაგალითად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოკეთ ისე თქვა მინდა რომ განათლების იმაში თუ შევხედავთ საგანმანათლებლო ლიტერატურას კი ბატონო ნეოლიბერალისტური მიდგომების კრიტიკა არის ესეთი ტრენდი განათლების მიმართულებაში ოღონდ ეს გულისხმობს ძალიან კონკრეტულ რაღაცეებს ერთი გულისხმობს ეკონომიკური ტერმინოლოგიისა და ხედვების ტანას სისტემაში რომ რაღაცის განვითარება მეორე გულისხმობს აი ბიჰევიორისტულად გააზრებას სქემა დაამტკიცეს რომელიც რავით თუ კიდე საქმე გადაცემას მიუძღვათ თავს დავდებო ნეოლიბერალური იმის მანიფესტია განათლების თავიდან ბოლომდე აი ხო თვითონ გაბოდის მინისტრი და ეკონომიკური შრომითი ბაზრისთვის სკოლა უნდა გადავაკეთოთო და ესენი ესენი რომელიც აი კლასიკურად ჯდებიან ამ იმაში ვიღაცას უძახიან ლიბერალებს ლიბერასტებს და რაღაცა ეს არის შავით თეთრი და ის რომ რაღაცა თურმე 5 ლექს თუ ასწავლიდნენ და ახლა 8 ლექს ასწავლიან ეს წვეც პატრიოტიზმის და ახლა აი ესეთი ნონსენსი და ესეთი უსინდისობა ძალიან ძნელია თქვა და ამას ყველაფერს ჩუმად იტანენ სამინისტროში უთავმოყარეოდ ხელს აწერენ ყველაფერზე და აი მე სამინისტროდან უფრო ადრე წამოვედი უფრო სხვა მიზეზების გამო მაგრამ იმ პრეზენტაციაზე თანამშრომელი რომ ყოფილიყო სამინისტროსი იქვე დავწერდი განცხადებას და წამოვიდოდი ახეთ შემოგვიყვება არა ეგ იყო ალბათ საბჭოური ესეთ მენტალობის თუ საბჭოური ხასიათის გაღვიძების მანიფესტი ერთგვარი თუნდაც ტაში ძალიან საინტერესო ქცევა იყო მათი მხრიდან იმაზე რაზეც ტაში ხო 1000 თება გაჟღერდა ეგ სიჩუმე და უცებ პირველ კლასელთა რეგისტრაცია დაიშვება
ხოლო წიგნის და გამაყროებული. ანუ რეალურად არაფერი ახალი არ თქვეს, უბრალოდ იყო ერთი და იგივე, რა ქვია, ტრიალი. ხო და აი ამ ნაწილში მას დავესესხები ორველს ხომ არ არის თავისუფლება ადამიანებს რომ მოასმენინო ის რაც მათ უნდათ და რაზე თვლიან, ანუ რომელ კლასზე თვლიან რომ მოასმენინოთ ადამიანებს, აი მღვდლები, რომლებიც არიან აქვთ გარკვეული მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან გარკვეულ ასპექტებში და უცბად სკოლებში აღმოჩნდნენ, ეს ხომ არ არის მიზნობრივად გაკეთებული და არა მაინც ნუ ეს ხო ცხადია რომ მიზნობრივად არის გაკეთებული, მაგრამ ხომ ვერ ხედავთ მაშინ რაიმე სხვა რამეს რომ აი მე მგონი ეხა ვივატეკით უკვე რა ყოველი შემდეგი კითხვით მე მგონი უფრო დიდ სურათს ხედავს და მე მგონი აი ბაჩენსა პირველი ბლოკი თან მიწურულს მივახლოვდა ჩვენი იყო ზოგადად სამხალხო განათლების იდეა რა იყო და თან მეორე ბლოკზეც რომ გადავიდეთ ავტორიტარიზმი როგორ იწება სკოლოთ სამხალხო მარტო სამხალხო განათლებას უკვე აღარ ეხება ეს ეხლა ასეც გადავდივართ პრინციპში აი ნახეთ ჩემს მოსაზრებას ვიძახი, მაგრამ დისკუსიად ნამდვილად ღირს თუ დავაკვირდებით. ანუ აი რა არის ტაქტიკა და სტრატეგია ამ რეფორმის და აქ მიმდინარე პროცესების შეხედვით. ესე იგი განათლების განზომილება სრულიად ამოგდებულია, რა თქმა უნდა, ყველაფრიდან და რატომ ამას დავინახავთ. გაკეთებული არის უპოპულისტურესი და აფსავესი პიარი რაღაცა ქვეყანაში როგორ შესწავლილი არის არა განათლების სფეროს მასშტაბებია, საბჭოთა ნოსტალგიური რაღაცა მესიჯები, ხო? ფორმა კარგია, ტელეფონი ცუდია, იქ ერთი წიგნი როა კარგია, იქ რაღაცა კიდე იყო მღვდელი სანდოა, განსხვავებული აზრი საფრთხეა, ლიბერალიზმი ცუდია და ანგრევს ქვეყანას, ხო? ანუ ეს დავუშვათ ერთი ხაზი. ანუ ეს არის არა მოსაზრებები, არამედ რაღაცა ისენი განწყობები შეიძლება საზოგადოების რაღაც ნაწილის, ხო, რომელიც გაგონებული ვარ. ხო, რაღაცა ისენი. ხო, აი ეს რა ამ ამაზე დაფუძნებით თითქოს გადიან საზოგადოების ფართო წრეებზე, რომელიც არ არის განათლებასთან არაფრით აფილირებული და ცდილობენ რომ პოპულარობა რეფორმას მოუტანონ. აი დღესაც ნახე სამინისტრო საიძე თუ გუშინ ხანაზე მშობლებს შეხვდა პირდაპირ, ხო? იქ მივიდა რაღაცა კითხვებით აუსვეს, ვითომ რაღაცა და ეს მარადმე ყავდება. ხო, პირდაპირ გავიდნენ საზოგადოებაზე. მეორე მხრივ ნახე რა ხდება, მეორე სტრატეგია რა აქვს. თვითონ სამინისტროს ხელით ყველანაირად ხდება დისკრედიტაცია განათლების ინსტიტუტების და სისტემის. ამ სამინისტრო რომელიც პოპულარიზმს როცა რომელიც თვითონ უნდა უწყობდეს ხელს განათლების სისტემის პოპულარიზაციას და თუნდაც მისი ხარვეზლების დაჭრილვას, რო თვლობთ, პირდაპირ მიდიან. აი წარმოიდგინეთ მე-12 კლასით გავუქმნო სხვა რა იყო, ხო არაფერი დასაბ, მაინც ვერაფერს ვერ ვასწავლეთ და დაიგავაუქმნოთ, ხო ანუ ეს იყო. მე-11 კლასში მაინც თულა დადიან და ბარემ რეპეტიტორიუმი იყოს, ხო ანუ თვითონ სტრატეგია არის ამაზე აგებული, რომ მოდი ყველაფერი დავაკნინოთ, დავამციროთ და ნულამდე დავიყვანოთ, არ ვთქვათ პირდაპირ, მაგრამ ყველა ვაგრძნობინოთ, რომ ამ დებილურ სისტემის გადაჩენა არ ღირს. ამას ნახავთ მეორე მხრივ აქტიურებენ რაღაც რეფორმებს. აი დღეს ეს მონია მთავარი პრობლემა, რომ რა არის რეფორმა. ხო, იწერება, რომ ბევრი მიმართულება, არაფერი მიმართულება არა, რეფორმა საერთოდ არ არის. ეს არის პიარ პოპულისტური ლოზუნგების კრებული, რომლითაც უნდათ შექმნან რეფორმის დღის წესრიგი, რომ იქ თითქოს აი 2 დღის წინ იყო, რომ ერთი წიგნი იქნება, ფორმა იქნება, სადღაც სატესტო ფორმატში და ეს ხო არ არის რეფორმა, რა ეს არის ლიბერალიზმების ამოფხრასაც 20 წუთი მოანდომა, რომლის ანალიზსაც გიმიქანაცემ. ანუ ეს არის რეალურად ჩვენ საზოგადოებამ და ეს მოქალაქეობას ეხება და ყველა საგანს უნდა მოვითხოვოთ ეროვნული სასწავლო გეგმა. და სხვა დოკუმენტები მისი, მაგრამ გვაჩვენეთ აი მოქმედი რით განსხვავდება რომელიც არსად არ ჩანს და არის სუფთა ლიბერალურ დემოკრატიული. ხო, აი მანდ მე მგონი სტრატეგიული ესტაბლიჯია, რომ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, გვაჩვენეთ განსხვავება ძველსა და ახალს შორის. რასაც ვაკეთებ, აი მაგალითად ხო იყო დისკუსია თუ გახსოვთ ჩაშკინის დროს, როცა პირველი თაობის გეგმა მეორეთი იცვლებოდა. მაშინ რაც ყველაფერი ცუდად იყო და არ ეშნიშნებოდა რა დარდებოდა, ხო ყავფიო იყო ყველასთვის, ყველა ვიცოდა, ეს არ მინდა და ეს მინდა. ეს იბიტ არ მინდა, რომ ეს არ მინდა. ეხლა იგივე მეორე თაობის გეგმა როცა მესამე თაობის გეგმით იცვლებოდა, მაშინაც ძალიან ყავფიო იყო რა მინდა. აი ეხლა რა არ გვინდა და რისკია მივდივარ. ვინმეს შეუძლია ერთი ადამიანი არსებობს, რომელიც აღწერს, რომ ამას ვანაცვლებთ ამით. არ ხდება ეს, ხო? ანუ და რატო არ ხდება და რატო არ ხდება კონცეფტი? აი დავაკვირდეთ, აი რა თქვენს დავეხმარეთ, თუ კი ვიპოვით რაღაც თუ არა ფორმები, ლები, აბა აი რა არის ეს რეფორმა კი არ არის, ეს არის რეფორმა. არა, ბუნებრივია, რომ ეს იკვეთება, ეს ქმნის ავტორიტარის განათლებაში, კრიტიკული აზროვნების დისკრედიტაცია, თვითცენზურა მასწავლებლების განსაკუთრებით, რაც გამოიკვეთა, ერთადერთი სწორი ნარატივის დამკვიდრება, რაც საბოლოო ჯამში
ალბათ მათი მხრიდან უნდა იყოს წამოსული მხოლოდ და საზოგადოებამ პირდაპირ თავი უნდა დაუკრას ამ კონკრეტულ მოცემულობებს, რასაც იტყვიან და მერე რეაქციებს ამოწმեն. უბრალოდ ეს ბუნებრივია, რომ ჩვენ გარდამტეხ ფაზაში შევდივართ. აი სამოქალაქო უნარების ჩანაცვლება ფაქტობრივად თქვენი აზრით ამ საგნის გაუქმებით ხომ არ მოხდება მორჩილების ეთიკა ხომ არ შემოაქვთ რაღაც ისეთი, რომელიც მღვდლებს ყველაზე კარგად გამოვათ. ხო, მოაქვს ამის გარეშე ჩემი სუბიექტური შეფასება ეს მოგეხსენებათ ჩემი წარსულიდან გამომდინარე ამ შემთხვევაში რომ მორჩილების ეთიკა ქრისტიანული მეთოდოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია ამ შემთხვევაში და ხომ არ თვლით რომ ამ საგნის ამ ესეთი ღია თავისუფალი კრიტიკული უნარები რომელმაც საკმაოდ ძლიერი თაობა შექმნა ამის ჩანაცვლება უნდათ მორჩილების ეთიკით და ამ საგანს ამიტომ ებრძვიან. მე ყოველთვის არ ვიცი შეიძლება ვცდები, მაგრამ ისიც მინდა იცოდე ყოველთვის აი ბევრ ჩემს კოლეგასთან განსხვავებული აზრი მაქვს მე ამაზე. ნახე, ეგ რასაც თქვენ ამბობთ, მე მგონი ზედმეტი კომპლიმენტია ისეთი ორგანიზაციისთვის, როგორიც არის დღევანდელი განათლების სამინისტრო, თავის მინისტრით მოადგილეთ. ხო, მან ჩანაფიქრი, ნახეთ, აი რამდენი კომპლიმენტი იმალება თქვენს ამ ბრალდებაში, რომ მათ გააზრებული აქვთ განათლების მიზანი. ხედავენ სტრატეგიას, როგორ შეცვალონ სასკოლო კულტურა, ჩამოაყალიბონ გეგმა და განავითარონ რაღაცა, აი ეს ხო პიროვნულად ვიცი ვიზია ლაპარაკით, ხამარ მახარაშვილი ფიქრობს ამას და ლალი კალანდაძე ფიქრობს ამას და გივი მიქანაძე ფიქრობს ამას თუ კიდე იქ ახალი განამატები ყავთ კიდე ეს ხალხი ფიქრობს ამაზე, არა ეს სრულიად არავინ არ ფიქრობს ამაზე. აქ არის მათ იქ ვინც არიან, იმათი ჩანაფიქრი რო შევხედოთ, ხო კონკრეტული ადამიანებია სისტემა, ხო და ეს ამ ადამიანების ჩანაფიქრი არის, რომ შექმნან აი სამინისტროს ლეველზე ვინც არის, ხო ეს ის ხალხია, ვისაც უნდა რომ შექმნან ღრიე წყალი, რომ ვითომ რეფორმა არის რაღაც ასეთ ნიუანსებში. ან ახლა თვითონ მათაც არ ჯერა და ჩვენ ჯერ არა, სადაც საკვები ვერ არის უზრუნველყოფილი მოსწავლე. ეხლა შეძლებენ რომ ფორმა ჩააცვან, ყველასეს ხო თვითონაც იციან რომ მასი არ მოხდება. ან კიდე ასე რომ ვერ იზამენ, ხო? ისევე როგორც ტელეფონების აკრძალვა, ხო? და იბათმაც უბრალოდ ქართული ოცნების ზემოდან უთხრეს, რომ ჩვენ ახლა ლიბერალიზმს ვებრძვით. ხვალ შეიძლება ოცნება ისევ ლიბერალიზმის დროშა აიღოს თვითონ ხელში, ხო? ანუ ამდენს ესე არ ფიქრობენ, ესეთი უნდა გაამართონ პარტიული ხაზი, რომ ოცნება და ამით შექმნან ანტილიბერალური რეფორმის დღის წესრიგი. და ამიტომ არის ამათთვის მომაკვდინებელი ეროვნული სასწავლო გეგმითა და პროგრამებით ლაპარაკი. იმიტომ რომ თუ ეკითხები, რომ რით განსხვავდება ის, რაც მაქვს, იმისგან სქემა გუშინ გაუქმებული იყო, იგივე სქემა აღადგინეს, ხო? ანუ სასწავლო გეგმაში ცვლილებები ვერ შეაქვთ, გარდა იმისა, რომ მე-12 კლასი მოაჭრეს და მე-11 გაარეპეტიტორიუმეს. ეს ხო არ არის ეროვნული სასწავლო გეგმი, სად არის ლიბერალური შინაარსები, რომელსაც ებრძვიან, სად ლიბერალურ ინსტრუმენტებს პირიქით იყენებენ და ანუ ეს მომენტია, მე უფრო ამაში დავარქმევდი დივერსიას, რაღაც კონკრეტული იმით. ახლა რასაც თქვენ ამბობთ, ეს არის ესეთი ბოროტული გრძელვადიანი თანაფიქრი, რომელიც ასე კეთება კი არა, რომელზე ფიქრიც არ ხელეწიფება, იქ ყოფ ადამიანებს, რომლებსაც პირადად ვიცნობ და ისიც ვიცი რა ადამ ბემდე შეუძლიათ მათ ლაპარაკი და არა ადამ რომელიც სხვათა შორის სავარაუდოდ საქართველოში ვერ იწერება, ანუ ზოგადად ჩვენ ესეთი მზაკრულ და საშინელ გეგმებს ზოგადად არ ვწერთ ხოლმე, არ ვწერდით ქვეყანაში და სად როგორ ხო, გრძელვადიან გეგმებზე ყოველთვის ჭირს, თუ დააკვირდებით ქართულ ენაში მიზანი ერთი სიტყვა გვაქვს და ინგლისურში ცოტა სამი სიტყვა, ხო, aims, goal, objectives და ჩვენთან ერთ სიტყვაში ახლა მიზნებზე აქ არ ფიქრობენ, ეს არის აქ და ახლა თავი როგორ გაიტანონ, ვიღაცებს თავის არსებობა როგორ დაუმტკიცონ, საზოგადოებას თვალში ნაცარი როგორ შეაყარონ და ის ხელფასები როგორ აითვისონ, რომლებსაც უმტყვილ აიღებენ იმაში, რომ იმ სისტემის დისკრედიტაცია გააკეთონ, რომლის დასაცავად და ადვოკატირებისთვისაც თითქოს არიან წარმოდგენილი. აი ეს არის და აი ამ ებას უნდა შევებრძოლო და თან მიმართავ მე ვიცით, რომ მარტოებად კი არ მიმართავ, ვინც დაუშვათ განათლების სისტემის ინსტიტუციების მომხრია პროცესებს ხედავს და განვითარება უნდა ან სამოქალაქო განათლება. იმ ადამიანებსაც მიმართავ, ვინც საბჭოთან ნოსტალგიურად არის განწყობილი დაუშვათ და ის, ვინც ულტრაკონსერვატორულად და ის, ვისაც ქრისტიანული განათლების იმათაც ხვატყუებენ. ანუ ყველას ატყუებენ და ეუბნებიან, ჩემი რეფორმა ის არის, ანუ ამათი გასადებილებელი ვინ არის? ხო, ან კითხვას დავსვი ბოდიში ახლა ესეთ სიტყვას ვამბობ. ამის კვლევაც არ უნდა ხო ესენი ან თავს იშტერებენ, ან აქტივდებულია ასე რომ ან ჩვენ ანუ ეს მომენტია ნამდვილად. სავარაუდოდ უფრო ჩვენზე აქვთ აქცენტი გაკეთებული და მაგას ფიქრობენ.
ხოდა არის ეს მომენტი, რომ ანუ რაღაც ფობიების გავევებაზე, რაღაცა მესიჯების ამოქაჩვაზე და ამით უნდა თავი გაიტანონ, რომ როგორც მთელ ქვეყანაში ვითომ იბრძვიან პატრიოტიზმის დასამკვიდრებლად, აი დაუშვათ იბრძვიან პროზემოდან, განათლების სისტემაც ამ ფერხულში თავის სიტყვას ამბობს და არაფერს არ ამბობს. იმათაც ატყუებენ, ვინც ზემოთ არის და იმათაც ატყუებენ, ვის ხალხსა საზოგადოებასაც და შავზე თეთრის ლაპარაკით, რაღაც არარსებული მესიჯებისგან სულელური დღესდღეობის შექმნით ცდილობენ რეფორმა დაარქვან იმას ტელეფონის აკრძალვას, რა ვიცი, რომელიც თავისი არსით არ განხორციელდება. ფორმის ჩაცმას, გუშინ გაუქმებული სქემის აღდგენას, ზუსტად ინფორმით თითქმის რაც გაუქმებული იყო, ზუსტად იგივე სასწავლო გეგმის ჯერ დაოთხვას და მერე დამტკიცებას და აი ამას უძახიან რეფორმას ესენი და ამათ უნიათურ რიგებს მოატყუებენ. რა ხოთ ამდენ ხას გაგრძელდება ეს ყველაფერი. კი, საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე. ეხლა მე უბრალოდ და ჩვენ უბრალოდ ვერ დავსვავთ ალბათ კითხვებს უფრო ღრმა დეტალებზე, მაგალითად ამ საგნის ფარგლებში იყო თუ არა რაიმე სახის სხდომა, ვინ იყო ჩართული განხილვაში, თუნდაც თუ იგეგმება მსგავსი და თქვენ ზოგადად ძალიან ბევრი კითხვა რო გავაერთიანო და საზოგადოებამ განსაკუთრებით მასწავლებელმა გაიგონ, რომ ეს რეფორმა, ეს შესაძლო, ასე ვთქვათ, მოქმედება, რომელიც საგნის გაუქმებას ითვალისწინებს მომავალში, არაფერზე რომ არ დგას აი ამ კითხვას რომ გავცეთ პასუხი. მაგალითად, რა არის ოფიციალური მიზეზი, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ? რა პრობლემა იპოვეს ამ საგანში? ამაზე კი თითქმის ცალსახად პასუხები გავეცით, მაგრამ აი მოკლე შეჯამების სახით რომ ჩამოვაყალიბოთ და ძალიან კარგია. რა გადაწყვეტილებები არსებობს მომენტი ხო? მაგრამ მე ჯერ კიდევ მუშაობდი განათლების სამინისტროში თან აქტიურად 100+2 პროგრამა როცა გაკეთდა. შევახსენოთ ხო ჩვენს მაყურებლებს, რომ დღეს მოქმედი სასწავლო გეგმის რევიზია დაიწყო 2023 წელს ჯერ კიდევ და გაკეთდა 100+2-ის ფორმატი, სადაც შეიძლება იქაც იყოს რაღაც საკამათო და მიუღებელი ვიღაცისთვის, მაგრამ იქ ექსპერტული ნაწილის ხმაც ისმოდა განათლების, გარდა პოლიტიკოსებისა და ფართო საზოგადოების ორგანიზაციების და იქაც ბევრი განხილვა იყო სამოქალაქო განათლება როგორი ფორმით ყოფილიყო წარმოდგენილი და ამაში მონაწილეობდა განათლების ფაკულტეტებიც, სხვადასხვა უნივერსიტეტების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც და სხვათა შორის ბევრი სხვადასხვა პოლიტიკური გეგმების მქონე ადამიანებიც. მოკეთ იმის მომენტი რომ განხილვები თავიდან მე რა გააკეთეს 100+2 თითქოს არც იყო და იმავე ადმინისტრაციის და მთავრობის ხელში არ ყოფილიყო თითქოს ეს შექმნილი ეს უცებ გადადეს გვერდზე, ვითომ არ დაივიწყეთ ეს ახლა თავიდან ვიცით და მე საერთოდ აღარაფერი აღარ ყოფილა ხო, აი ეს შეიძლება რაც ახლა თქვენ კითხვა დასვით ეს გაუქმებებთან დაკავშირებით ერთ გვერდში დავაყენოთ 12 კლასის გაუქმებასთან ხო. 12 კლასი რო გაუქმდა საერთოდ ვინმეს კითხეს რამე, აი ოდნავ მაინც. მე 11 კლასი დარწმუნებული ვარ რომ განათლების სამინისტროშიც ერთი ადამიანი არ არის რომელიც ამის მომხრეა, ან სამოქალაქო განათლების ხელყოფის, ან მუსიკა ხელოვნების, ან 12 კლასის გაუქმების. ეს განხილვის სფერო შიდა დონეზეც აღარ არის, ხო, საუბარი არის ძალიან ვიწრო წლის ადამიანების, რომლებიც იქ მაინტერესებს იყო რაიმე სახის შიდა დონეზე განხილვა. არა, მე აღარ მუშაობდი და არა, მე ხო ყველამ ვიცი, მე 25 წლის და აღარ მუშაობ იქ უკვე, იმისი და აღარ ვიცი ხა რა ხდება, მაგრამ ანუ ეს ფაქტობრივად არის სულ ახალი რაღაცა შესაძლო გაჟონილი ინფორმაცია ალბათ, იმიტომ რომ ეს ახალიდან არ მოდის ესეთი ინფორმაციები და არც არავინ ვიგონებთ, ეს ხაზგასმით მინდა გაუსვათ, მაგრამ მე ხა მოვკრიბეთ ან კითხვები, რომელიც სხვათა შორის ის მესამე კლასს ეთანხმება რა ამ საგნის გაუქმებას. და ერთ-ერთი კითხვა არის ასეთი, რომ ამ საგანსო ისედაც არ ქონდა პრაქტიკული სარგებელი და საერთოდ რაში ეხმარებოდა სამოქალაქო განათლება საზოგადოებას და რაღაც კუთხით მათი პროპაგანდა თითქოს ამაზე უნდა აიგოს, როგორც ხვდები ბოლო რიტორიკიდან გამომდინარე. ნებისმიერ სკოლაში მივიდეთ, ნებისმიერ დირექტორს ვესაუბროთ, ნებისმიერ მოსწავლეებთან კონდეს ლაპარაკი, თუ რომელიმე საგანი იყო ცოცხალი და აცოცხლებდა სასკოლო კულტურას თუ მოსწავლეების ჩართვას პროცესებში, რომელიც საგანში გვინახავს უფრო მეტი თვითრეალიზებული მოსწავლე, რომლის ხო აქაც შეიძლება უკეთესი რა თქმა უნდა ბევრი და რა ვიცი ხა მაგაზე ჩვენც ვისაუბროთ თუ გინდათ რომ რა პრობლემები იყო ამ საგნის სწავლებისას და ბუნებრივია რომ ეს უნდა მოხდეს.
არა, მოხდეს და თუნდაც დღევანდელი პოდკასტის ფარგლებში ვისაუბროთ, მაგრამ შედარებადია ხო ყველაფერი სხვა საგნებთან შედარებით, რაც ჩვენს აქ და ახლა ჩვენ სისტემაშია, ხო? რავი, რომელი საგნის შედეგი შეგვიძლია ვთქვა ქართულში და მათემატიკაში, წერა-კითხვის პრობლემებს ვერ ავწვდით იმაში, ტიპსში, ფილში და საერთაშორისო შეფასებებში და ამ საგანში, რა ვიცი, სწორედ გუშინდელი სკოლის მოსწავლეების აქტივობას ვხედავთ ქუჩაში, რომლებსაც თურმე გაუგიათ სამოქალაქოს არსი, ხო და ანუ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენას ადამიანების, ხო? ანუ ესე იგი რაღაცა ხდება და რაღაცა საწყისი რაციონალური მარცვალი დევს ამ საგანში, ხო? ანუ ესე იგი გამოდის, რომ რაღაც ტყილა არ არის ნამდვილად ის და რაღაც შედეგებს ნამდვილად დევს და რა ვიცი, ახლა ასე დისკრედიტაციას მისწავლეს ეს ყველაფრის დისკრედიტაცია, ეს რადგინდა მე-12 კლასი რადგინდა, მე-11 რადგინდოდა, მაგრამ ახლა ეს არის გათვლილი კიდევ ერთხელ პოპულიზმზე და ფაქტო საზოგადოებთან არანაირი განხილვა ხო არ ხდება რა აზრებს, აი თქვენ დამეხმაროთ იქნებ და იცოდეს, მაგრამ მე აი სული პასუხისგებლობით ვიტყვი რაც მე ვიცი. ერთი განათლების ექსპერტი არსებობს, ერთი განათლების სპეციალისტი არსებობს სკოლის მიმართულებით უნივერსიტეტში არსებობს კი ბატონო, იმიტომ რომ უნივერსიტეტზე რამდენიმე განცხადება მაინც წავიკითხე, რომელიც ამ რეფორმას ხარს უჭერს. ანუ თუნდაც მოთაფლით, თუნდაც იმით ერთი ადამიანი არ არსებობს. არა, ჩუმად არიან საგულოს მოხნახეთ, სამინისტროშიც არიან ადამიანები ჩუმად, მაგრამ ეს მომხრეობას არ ნიშნავს. იქ ერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ რაც ხდება ახალი ეს თუ არ არის მხარდაჭერა. ეს თუ არ არის მხარდაჭერა, ონსიჩუნე. ანუ შეიძლება ახლა თქვენ რაღაცა ცუც აკეთებთ, ერთად დაგვიფაროს, მაგრამ მე ჩუმად ვარ, ეს თუ არ ნიშნავს, რომ ხარს გიჭერთ. შეიძლება რაღაც მიზეზებით თქვენთვის სასარგებლო სიჩუმეს ვინარჩუნებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს მხარდაჭერას. ერთი ადამიანი არ არის არც ერთ საგანში, რომელიც ამ რეფორმას უჭერს მხარს. არანაირი განხილვა არ არის, არანაირი მთელი სურათი არ არის და რა ვიცი, აბა რაზე ვლაპარაკობ, საერთოდ ვლაპარაკობ. ეს აქვე რომ ჩაგეკითხოთ მაშინ. ეს თქვენი საუბრიდან გამომდინარე, რომ ცოტა დადებითი პოზიტიური იმედები რომ დავსახოთ, ხომ არ ხდება ეს ასე იმიტომ, რომ მათი ყველანაირი ქმედება პოლიტიკურად მილევად პროცესია უკვე და მიზნობრიობითაც რომ არაფერ შედეგზე აღარ გადიან უკვე და რეფორმებითაც და საერთოდ აი ტელეფონების აკრძალვა ახსენეთ თქვენ და ეს ხო ცხადზე ცხადია და რეფორმები ფორმები ახსენეთ. ესეც ხო ცხადზე ცხადია რომ ამას ვერ მთელი საქართველოს მასშტაბით ვერ უზრუნველყოფენ, ვერ მოაგვარებენ, ტელეფონებს ვერ აკრძალავენ. ანუ ეს ხო ბუნებრივია. თუ ტექნოლოგიებს ავითარებთ, იქ მეექვსე მიმართულებაში, ტექნოლოგიებით ავითარებთ. ასე რომ მაგ ნაწილში ერთადერთი კითხვა თან რო გადავიდეთ ჩვენი გადაცემის მესამე ბლოკზე მიდის იქითკენ რომ ყველაფერს იმიტომ აკეთებენ რომ მათ უნდათ რომ სკოლა აქციონ პროპაგანდის სივრცეთ იმიტომ რომ არსებობს მაგალითად შეცდომა რომელიც ძალიან ხშირად ხელს გვიშლის და მე პირადად არ ვფიქრობ რომ პროპაგანდა მხოლოდ ტელევიზორში ან სადმეა ეს სკოლა პროპაგანდა იწყება იქ პირველ რიგში სადაც ადამიანს ალბათ უკრძალავ კითხვის დასმას და შესაბამისად ეს პროპაგანდა არ არის რაღაცა ტყუილი და შესაბამისად როგორც თქვენ აღნიშნეთ და ყველამ თითქმის გავიცანით მათი ნაბიჯები როგორ იწყება ხოლმე პირველ რიგში იწყება მინისტრის შეცვლით ეს უკვე არის ისტორიული მომენტი მერე იწყება რაღაცა რადიკალური იქცევით გამოდის და თვითონ თბილად აჩვენებს თავს და მერე უკვე იწყებს პროპაგანდა ფაქტობრივად ამუშავებას და ჩვენ მივდივართ იმ აბსურდულობის დამტკიცებაში და მისი ეს აბსურდული იდეის სიმართლის მონოპოლია ხდება როგორც ასეთი. მე ამად აქცევენ ხოლმე საბოლოო ჯამში. თავარი კითხვა არის ის მაინც რომ ამ საგნის გაუქმებით ალბათ არ ტყავენ სკოლაში გააჩუმებენ იმ მცირე ნაწილსაც ვინც რაიმეს ამბობს და ქმნიან სუფთა პროპაგანდისტული არახს სხვა საგნით. უბრალოდ ერთი დავაზუსტოთ უბრალოდ რომ ამას ამ საგნის გაუქმების გარეშეც შვებიან ხო? ამ საგნის გაუქმება რატო აუცილებელი? ხო, არ ამბონია რომ ეს საგანი იყოს მთავარი ხელისჩემშლელი მათთვის ამ მიზნების განხორციელებაში, ეგეც არის ხო? მაგრამ ისე რა თქმა უნდა, რაც თქვენ აღწერეთ, ეს არის ამ რეფორმის მთავარი სულისკვეთება, დეფორმის და ანუ რაზეა ხო ლაპარაკი აქ რეალურად რომ რა ვიცი, განათლების პოლიტიკაში ყოველთვის მონაწილეობს სამი მდგენელი, რომ ეს არის პოლიტიკოსების ნება
თავის იდეური ასპექტებით და სახელმწიფო პოლიტიკით, განათლების სპეციალისტთა მოსაზრებები, ეს როგორც მასწავლებელიც, სკოლის დირექტორიც, არასამთავრობო ორგანიზაციაც, უნივერსიტეტიც, განათლების ყველა ესა მეორე ფაზა ხო ამის გარეშე არ ხდება და არის ფაქტო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. აქ ხდება ყველას და ყველაფრის გათიშვა, ხო ხდება მარტო პოლიტიკური ნება და ის პოლიტიკური ნებაც ცხადდება პოლიციურ უშიშროების აპარატის ხელით, ხო? ანუ რასაც ხდება, ეგერ ბაიქში ვნახეთ დაინიშნა კიდე ცოტა ხნის წინ, ხო? პოლიციური ბიოგრაფიის ადამიანი და საგანმანათლებლო ბიოგრაფიის ამქონე. ხო, ანუ ხდება სისტემის პირდაპირი მართვა, ხო, ანუ ესე ვთქვათ, ხელით მართვაზე განაყავს და რეალურად ერთადერთი ამოცანა ამ ყველაფრის უკან რა დგას, რომ არც მცირე ელექტორატია სკოლაში 50000-600000 კაცი ქვეყანაში, სადაც 4 მილიონიც აღარ ვართ და ვინც საზღვარგარეთ არის წასული, იმათ ხმის უფლება ჩამოერთვა, ხო და ამ ფონზე ხო და ამ შემთხვევაში არის, რომ ეს სივრცე იყოს პარტიული ნომენკლატურის უშუალო გაგრძელება, ამის მცდელობაა, რომ ვინ სკოლას აკონტროლებს, ის მომავალს აკონტროლებს. იმ დაგებით მომავალს რო არჩევნებზე ხმებს თორე ბავშვების მომავალი და ფიქრი ახლა ამათ ისიადარდებთ როგორც ჩვენ გადარდებს რა ვიცი რაღაც ის უფრო გადარდებს ჩვენ რასაც მაგალითად მოვიყვანთ ვიდრე ამათ აქ რეალურად არის ის მომენტი რომ უნდა იყოს ძალიან პროგნოზირებადი მართვადი და Facebook-ის დონეზეც კი პროტესტის არ მიმღების სისტემა ხო ანუ ამის პერკეტებს ეძებენ ესენი სქემაც ამიტომ შექმნეს ის სქემა რაც ახლა დაილოცვა არაფერია თუ არა რესურს ცენტრების დახმარებითა და მასწავლებელთა სახლის ახალი პერკეტებითა და ვითომ ახალი წესებით სრული კონტროლის დაწესება იმ ადამიანებზე ვისაც წინსვლა განვითარება და რაღაცა უნდა მეტი არაფერი არ არის 5 წუთის განმავლობაში ბატონო ნიკო ამ ნაწილსაც შევხოთ ვინაიდან სქემა ახსენეთ მაინც ესეც ერთ-ერთი მთავარი მეინსტრიმული თემა განათლების საკითხებში მათ მიიღეს ახალი სქემა ახალი ბრჭყალებში უფრო ჩაშალეს დოკუმენტი და უთხრეს რომ ნახეთ რა ბევრი წერია ინფორმაცია და შედეგი ახსენეთ და ვახსენეთ ალბათ არჩევნები და მეც ძირითადად ამას აღნიშნავ ხოლმე რომ არჩევნები არის მათი მთავარი სამიზნე სკოლაში შეიტანონ უფრო მეტად მაკონტროლებელი ძალა როგორ ხედავთ ამ სქემის ფარგლებში ცოტა უფრო მეტი დეტალით მაკონტროლებელ ძალას არჩევნების პერიოდში თუნდაც ხო, ну, არჩევნების პერიოდს ახლა ასე არც გამოვყოფთი მან და არჩევნები ასე არ მგონია ხო, ანუ არ მგონია ხო, ვერ არის, იმიტომ რომ არ მგონია ასე ყოფთენ, რომ მაინც და მაინც არჩევნებზე ხმებს ვინ დაატარებს და დაუსწრებს ვინ დაატრიალებს, ასე შეიძლება ამ დონის დეტალებზე არ იყოს, მაგრამ მან ხო თავარი კითხვა მათთვის არის, რომ ვინ არის სკოლაში სანდო ადამიანები, ვინც ჩვენიანებია და საჭირო დროს ყველაფერს იკადრებენ და ყველაფერს გააკეთებენ. ალბათ თავარი შეკითხვა ეს არის, ვიდრე ტექნიკურ პროცედურული დეტალები არჩევნებზე რას ვიზამთ და მიტინგზე რას ვიზამთ და Facebook-ზე არასასურველ ხალხს როგორ დავაჩვენებთ. ალბათ ეს შეიძლება ამასაც ფიქრობენ, მაგრამ პირველი რიგის პრიორიტეტი არის, რომ სკოლაში ყავდეთ სასურველი სიტუაცია ჰქონდეთ და ნუ სქემა ამის ინსტრუმენტია სწორედ ხო აი წარმოიდგინეთ როგორ არის დალაგებული. ჯერ ხომ მივიღეთ ვითარება, როდესაც დირექტორებად დაინიშნენ სკოლაში ადამიანები, კონკურსის იდეის ვერ დაინიშნეთ ცოტა იცით ის თომია ეხა ხო, დაინიშნენ, იმითი, მაშინ მე მუშაობდი განათლების სამინისტროში და ერთ-ერთი პირველი უსიამოვნება მაგაზე მომიხდა სწორედ, რომ საგანმანათლებლო კომპონენტის ადამიანი ერთი არ მონაწილეობდა არც ერთი. მათ შორის მეც ვიყავი სხვათა შორის დირექტორობის კანდიდატად წარდგენილი და იქ ნახეთ ვინმე, ვისაც აი ხო იყო სკოლის განვითარების ხედვა უნდა წარგედგინათ და ვინც თქვენს ნათქვამს გაიგებდა რას ამბობთ. ანუ ესეთი არავინ არ იყო იქ, ნამდვილად და ანუ ადრეც თქვი ერთხელ ტელევიზიაში, მაშინ ახალი სკოლის მოდელის კოორდინატორი როცა ვიყავი ადრე 600 სკოლის დირექტორს ვიცნობდი პირადად და მქონდა საქმიანი ურთიერთობა. ეხლა წარმოიდგინე რომ სამინისტროში მუშაობს ადამიანი, რომელსაც ერთ კითხვას არ დაუსმო არც ერთ დირექტორთან დაკავშირებით, რომელთანაც ესე იგი ეს სულ არ იყო მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო შინაარსის კომპონენტი, ისინი დანიშნეს როგორც სანდო შემსრულებელი ადამიანები, ზოგი ყვითელი ბარათის ფორმატში, ზოგი დიდი ნდობის მანდატით, ზოგი მუშაობს და ზოგი რაღაცას, ხო? ეხლა ეს სქემა გამოდის რაღაცნაირად მეორე ეტაპი, ვითომ რომ ეს შიდა მექანიზმების შექმნეს
ვითომ ჯერ ახლა ფილოსოფიურად შეიძლება არა რა მეგონი გადმოწერეს ხელახლა და რა ვიცი. არა, გადმოწერეს, ანუ რა გამოდის, რომ მასწავლებელთა სახლს აქვს რაღაცა ცენტრალიზებული მანქანა, რაღაცა მე კიდე რესურს ცენტრების დონეზე, იმიტომ რესურს ცენტრებიც ხო ვიცით რა როლის მატარებლები არიან განსაკუთრებით რეგიონებში, ხო? ეს არის ყველაზე ისეთი უდიოზური რგოლი განათლების სისტემის, რომელიც ვერტიკალში ამყოფებს სკოლებს, ხო, რუხიც არ არის, იმიტომ პირდაპირ გაგებით ის არის და მათთან დაქვემდებარებით ხდება სკოლის შიდა რაღაცა ჯგუფების გააქტიურება, რომლებიც ამ ვერტიკალში პირდაპირ ეწერებიან და რეალურად ეხლა იქ სულისკვეთება იქნება, წარმოგიდგენიათ, რომ ეს ჯგუფები სკოლის განვითარების გეგმას თავს ახვევენ რესურს ცენტრს და რაღაც, ანუ ეს არის ჩვეულებრივი ის, რომ აი ლიდერობა, საგანმანათლებლო ლიდერობის იდეა დგას, რომ აი ვინ არის ის ადამიანები, ვინც ლიდერები უნდა გახდნენ სკოლის, უნდა გახდნენ ვაიდე ისინი გახდნენ, ვინც მათ აკრიტიკებენ, როგორ უნდა გახდნენ, იმიტომ რომ აქამდე როგორ დაარეგულირებს ეს სქემა თქვენი აზრით ამ პრაქტიკულ ნაწილს? როგორ დაარეგულირებს? რა არის წინსვლის კრიტერიუმი ვიკითხოთ და აქედან დავინახავთ ყველაფერს. ამდენი ხანია სქემაზეა ლაპარაკი. სადმე გსმენიათ, რას ნიშნავს მასწავლებლის პროფესიული განვითარება. ვინმეს ამაზე ულაპარაკია, ვინმეს უთქვამს, რომ აი მასწავლებლის პროფესიული განვითარება ამ და ამ საგანში ასეთი რაღაცეებთან ასოცირდება, кейსები და თვითონ ეროვნულ სასწავლებლობასთან კავშირში არც არის საერთოდ განხილული ეს დანერგვის სქემა, რომ როგორ უნდა მოხდეს და რანაირად. ანუ საგანმანათლებლო შინაარსები საერთოდ არ დგას ამის უკან. აი გაიძახის მასწავლებელთა სახლი წლებია სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარება. ეს ცნება ვინმე განმარტა, აი რომელიმე მასწავლებელი, ეს ყველაფერი ასოცირდება ადმინისტრირებასთან, რაღაცა თვითშეფასებების ვიღაცისგან გადმოწერასთან, იქ ვიღაცების კიდევ რაღაცა მოტყუებასთან, რაღაცა სქემა ვითომ რაღაცა 360 გრადუსი თუ რაღაც იდიოტიზმები ანთავდება, ხო რაღაც ლაპარაკობენ და მე რესურს ცენტრის დონეზე და სამინისტროს დონეზე ამის ეს არის აბსოლუტურად ბიუროკრატიული ადმინისტრაციული ხერხებით სასურველი ადამიანების ან ნდობას რო პირდებიან ისეთი ადამიანების ახალისების ის და თანაც ეს როგორ იმუშავებს ესეც დამოკიდებულია თუ ნახეს რომ არ გამოუვიდათ რაღაცა და ვიჭერენ სისტემას ამის ჩემი ღმერთმენით არ გამოუვათ იმიტომ რომ ისია შედგენილი სხვათა შორის აი სკოლის დონეზე მინიმუმ არ გამოუვათ წამყვან მასწავლებლის სტატუსის მისაღებად იმიტომ რომ უბრალოდ აქ არის ერთი კითხვა სხვათა შორის რაც მე დოკუმენტში ვერ ამოვიკითხე და თქვენ თუ ნახეთ ვინ არის კომისია ვინ ის სიტუაციაში არის სანდო და არა ეს არის სასკოლო საზოგადოებიდან არჩეული იმიტომ რომ დოკუმენტში ცალსახად არ ჩანს ვინ უნდა იყოს შემადგენელი ნაწილი კარგი სკოლის დონეზე სკოლის კომისია რომელსაც ალბათ ვერ გააკონტროლებენ როგორ რატო ვერ გააკეთებათ შეიძლება ვერ გააკონტროლონ კონკრეტული პიროვნებები მაგრამ დირექტორი იქ არ ყავთ რესურს ცენტრი იქ არ ყავთ თუ ამას ეხა მე ცოტა ისე გამომდის უხეშად და ესე მედიდურად მაგრამ თქვა ავიღოთ ჩემ სკოლაზე ხო ერთ-ერთი ალბათ მე ყოველ შემთხვევაში სურვილი მაქვს მე არ ვიცი ეხა იქ ვიქნები თუ არა შეიძლება მე ვიყო ჩემს თავზე ეხა მსგავსი მიდგომა თუნდაც არ ვიცი ჩემი დირექტორი ამ ნაწილში ძალიან დემოკრატიულად მოაზროვნეა და არ ვიცი ამ კუთხით რამდენად არის შესაძლებელი ჩემი სკოლის მაგალითზე განვიხილავ მე სხვა სკოლებში არ ვიცი თუმცა ჩემი დაკვირვებით სკოლის დონეზე ამისი გაკეთება ფიზიკურად ვერ მოხერხდება შეიძლება 1000 სკოლიდან 200-ში გააკეთოს მაგრამ რაღაცე არა ნახეთ ხო მესმის რასაც ამბობთ მაგრამ მე ცოტა სხვა მიმართულებით მიმყავსეთ ყოველთვის სწორად არ აქვს წერილი სიტყვაც მიგანახეთ აი მე ვარ დაუშვათ თქვენ სკოლაში მასწავლებელი ხო თქვენ ხართ სუფასების ჯგუფის წარმომადგენელი ხო შეიძლება მე და თქვენ პირადად სწორედად სწორი ღირებულებები და სამოქალაქო პოზიციაც გქონდეს და სკოლის განვითარების სულისკვეთებაც, მაგრამ ამ ვითარებაში რა სისტემაც არის აგებული ეს ხუთი აღარაფერს ცვლის უკვე. ანუ დავუშვათ ხო ჯერ ეს ერთი კრიტერიუმებად არის შერჩეული ისეთი რაღაცა, რაც წმინდა ფუნქციონალობას და ადმინისტრირებას გამოხატავს და ამ შემთხვევაში განათლების ექსპერტები ჩემი და თქვენი სახით არ დაელაპარაკება იქ ერთმანეთს მე მოყოლ და გეტყვით რომ აი თვითშეფასება ახლა იმან ჩემან კათედრის წევრმა როგორც გააკეთა, ისეთი ის არის და შენ რატომ იფუჭებ? არა, არ იფუჭებ, მაგრამ ამ შემთხვევაში თვითცენზურის მექანიზმი არის მთავარი, რომელიც ერთობა, ხო? ანუ თვითცენზურა მე ხო ახლა თქვენს მერე კიდე რესურს ცენტრთან მეკუთვნის და სამინისტროს კრიტერიუმებთან თანაზომადობა და ანუ რა გამოდის, რომ თვითცენზურა უნდა ჩავთო მე ჩემთვის, თუ მინდა წინსვლა, თუ მინდა ვთქვათ ჯერ როგორც აქვთ, ხო? წამყვან რესურს ცენტრის დონეზე მენტორი გავხდე და თუ მინდა მე კიდე რაღაცა მიმართულებები რო აქვთ კიდე ვითომ შექმნილი და ვიღაცა
ხას რომ აკუებენ თავისი მოკლე ჭკვივით თუ რაღაცას წლიან ვითომ სქემაში. Მთელი 300 ლარი ხო, ანუ დამატებით, ანუ ეს რას ნიშნავს, რომ თვითცენზურა მაქვს ჩართული, ხო, ეხა იმიტომ რომ თვითცენზურა ხას თვითონ შეიძლება პირდაპირ არც მითხრას ვინმე არაფერი დაპოსტო და აქციაზე არ წახვიდეო, მაგრამ ვიცი რომ გელოდები მაღალ სტატუსს რესურს ცენტრში ვიღაცისგან იქ ვინც არის, ვიცი. სკოლის დონეზე ვიცი რომ დირექტორის სანდო ადამიანიც არ მე თუ მინდა სკოლის წინაშე და ანუ ზიალურად ამ თვითცენზურის მექანიზმის გააქტიურება ეს რომ ვისაც წინსვლა უნდა, ვისაც გაკვეთილი ჩაატარა და სახში წავიდა იმაზე მეტის ამბიცია და კუთხოვნა აქვს ეს ადამიანები თვითცენზურას როგორ გაიაქტიურებენ ეს არის ამ ყველაფრის უკან და ხავს უსმენ კიდე ერთხელ რომ მაგაზე შეიძლება ახლა შორს წავიდეთ სქემა არ არის დღეს ჩვენი საუბრის მიზანი მაგრამ სქემაზე ნეოლიბერალური ინსტრუმენტი არ არსებობს დეტალიზაციაზე, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად ბიჰევიურისტულ მანერაზე სისტემის აწყობის ცდელობა, როცა ადამიანმა იმაზე კი არ უნდა იფიქროს მე რით ვითარდება, არ ქმნი რაღაც სიტუაციას ქცევითი მოდელებისთვის და გონია რომ სწორი ქცევა განაპირობებს მე რაღაცის განვითარებას. ეს ერთი არასტორიცა ასე განმანათლებლო თვალსაზრისით, მაგრამ ამათ რეფორმაზე ილაპარაკოს საგანმანათლებლო ფილოსოფიის კონტექსტში არის ძალიან დიდი ფუფუნება ამათთვის. სინამდვილეში აი ეს დგას ამ ყველაფრის უკან, რომ თორედ წარმოიდგინეთ აი ხა არ შემიძლია შუა ვთქვა, ხა მე რო ამას იცით თქვენს და ეს აბუსაჭრელი იქნება სავარაუდოდ. ხო, აბოჭერით თუ კიდე, მაგრამ ისეც არაფერს ვიტყვი. ანუ მე რო ძველი სქემაზე კაკს ვიტყვი, ნახეთ, აი წარმოიდგინეთ 2012 მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა რადიკალურად მიუღებელი პოზიცია საგანმანათლებლო ფილოსოფიის გამო სქემასთან. აი ხას უსმევ, ეხაც ვადასტურებ და ეს სქემას პირველ რიგში კრედიტებს სავარაუდოდ, ხო? ხო, ანუ რაც 11 წლიდან იყო 23 წლამდე ამ სქემასთან თავის კრედიტების პერიოდითაც, უკრედიტობის პერიოდითაც და მე მგონი ეგ დააბრუნეს, ოღონდ კრედიტი არ წერია. დააბრუნეს და მთელი კრედიტი, მაგრამ ნახეთ, იმ სქემას რასაც ვერ დაუწუნებდი და კომპლიმენტი უნდა ვთქვათ ახლა სიმართლე, მანდაც არ უნდა დაიკარგოს. ის არეგულირებდა სახელმწიფო პოლიტიკას. ანუ ისიც გამიდა. კი ბატონო, ის სახელმწიფო პოლიტიკა იყო ძალიან შეიძლება ოღროჩოღრო და ძნელად გასაგები, მაგრამ ობიექტურობასა და სამართლიანობას უზრუნველყოფდა. ის დებდა რაღაცა იმას, რომ მენტორს ამდენი და ამდენი, წინსვლისთვის ამდენი და ამდენი და თუ რაღაც ოღროჩოღროდ არ იყო, ეხლა მასწავლებლის სახლის ექსპერტებსაც ვერ დააბრალებ, თვითონ მთავრობასთან დიალოგში ყალიბდებოდა რაღაც. ანუ ესე იგი, იმ სქემას რაღაც გამართლება მაინც ჰქონდა იმ გაგებით, რომ დაპირებული იყვნენ ხელფასების ზრდას და იმ ხელფასების ზრდისთვის რაღაც კრიტერიუმთა ბადე უნდა შექმნილიყო. ეს ხო ამილახوارმა მოსპო ხელფასების ახალი სისტემა მოაშორა იმას და იმ წამყვან და მენტორებს ვინც იყოს უთხრეს რომ ტყილა იწვალეთ ამდენიო ხო და ეხლა როცა სახელფასო სქემის იდეას აღარ ებნისეს თითქოს და თითქოს საერთოდ რა გამართლება აქვს უზეშთა ეს სტატუსია ხო აი საერთოდ რისთვის არის ეს ყველაფერი ხო აი რა ვინმე ახლა ჯერავს რომ კარიერული წინსვლის კიბერზე ზრუნავენ ესენი და ეს კარიერული წინსვლის კიბერ ხელფასი მოშორებული აქვს და თვითონ ის ობიექტური საჭიროება რაც წინა სქემას ჰქონდა ისიც კი აღარ არის აქ საერთოდ მოდი მაყურებელს რო განვუმარტოთ მაშინ და შევაჯამოთ იმიტომ რომ ჩვენი ეს ბუნებრივი იყო რომ სამოქალაქო განათლების მიღმა ძალიან ბევრ რაღაცას შევეხებოდით და ეს კარგია ეს სამოქალაქო განათლებაა ნახეთ ამ შემთხვევაში სამოქალაქო განათლება არ არის მარტო ფორმალური განათლების კონტექსტში მიწოდებული საგანი სამოქალაქო განათლება ასოცირდება ასევე სასკოლო კულტურასთან იქ ლიდერობის სტილთან იქ ადამიანის ფაგულ კურიკულუმთან სკოლის როგორია და ესეც არის სამოქალაქო განათლების ნაწილი ანუ ამ შემთხვევაში მესამე ნაწილი თქვით მე მგონი ხო ჩვენი საუბრის დროსაც ვსაუბრობთ რომ პირველი ნაწილი თუ შეეხებოდა ფორმალური განათლების კონტექსტში საგნის ამოღებას ეხლა სამოქალაქო კუთხით თუ ღირებულებითი კუთხით სასკოლო თემში რა ხდება პრაქტიკულად ამაზე ვსაუბრობ და ინსტრუმენტებით ცდილობენ იქ ეს სასახად გამოიკვეთა და მე მგონი მან სვენელმა დაინახა ზუსტად აი ამ მოქალაქეობის შესაძლო გაუქმებით და ამ სქემის მიღებით რა ბერკეტები უვარდებათ ხელში ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომლებიც პრაქტიკულად ცდილობენ რომ შექმნან ტენდენცია, სადაც გაქრება დისკუსია, გაჩნდება დოკუმენტები, რომელიც ყოველთვის აშინებს სხვათა შორის მასწავლებლებს, რაც მეტი დოკუმენტი ბუნებრივია ფორმა და არა შინაარსი და მასწავლებლები მაინც მისწვეული არიან შინაარსების კუთხით ათვლის წერტილების პოვნას და იმ დოკუმენტებში არის მთავარი რა ვერდიქტს გამოიტანს ფორმაში დახელოვნებული ტექნოკრატი და არა შინაარსში დაწაფული ექსპერტი ხონა. ამდენად აშინებდა, თუ არ უნდა აშინებდა და ჩვენ შეგვაშინებს, როდესაც ისეთ რა გარემოს შევხვდებით, სადაც არანაირი გამჭვირვალეობა არ არის.
მე ჩვენი მეორე ეპიზოდი სხვათა შორის იყო საბჭოთა განათლებაზე და ძალიან ბევრი დეტალი გამოიკვეთა მაყურებლებს შევახსენებ და შეგიძლიათ ჩვენი YouTube არხი ზე ნახოთ და მასწავლებლის ბლოგზეც განთავსდება და დაიდება ჩვენი ეს მესამე ეპიზოდი. იქ კაფეოდ იყო გამოკვეთილი რომ საბჭოთა სკოლის სტუმრებმა რაც მათ შორის გამოკვეთეს საბჭოთა სკოლის ხედვა ავტორიტარი rulis გარდა იყო დისციპლინირებული ბევრად უფრო ვიდრე ამ შემთხვევაში დღეს გვაქვს. დისციპლინირებულში გულისხმობ ბიუროკრატიულად მყარი, გამართული რაღაცა ის დოკუმენტებით სავსე და რომელიც თითქოს ყველაფერი იცოდა. აი ის რომ შევადაროთ იქ ხო არ იყო სამოქალაქო განათლება და რაღაც ესეთი შეიქმნა. არ ვიცი რა იყო იქ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ რაც საზოგადოებრივ ცოდნებაა. რაღაც მორალური საბჭოური ეთიკა, ხო, რომელიც განმარტებდა ყველაფერს, რა უნდა გაეკეთებინა. ჩვენ ეხა გვაქვს ვართ სამოქალაქო განათლების ეპოქაში და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ეს საგანი თითქმის ყველა საგანს მოიცავს მათ შორის. თავისი არსით და მიზნობრიობით, როგორც ასეთი. აი რომ შევადაროთ, რა იყო და რა მოვიპოვეთ რეალურად ამ საგნის მიღებით, ისეთი უნიკალური ალბათ, რაც შეიძლება თუ დავკარგეთ ძალიან დიდხანს რაღაცებს დავემშვიდობებით. ანუ მაგაც ალბათ 200 ცოტა კომპლექსური კითხვაა ეს, ბევრი რაღაცას მოიცავს. კომპლექსური კითხვები სწორედ უფრო აფართოებს რეფორმის დიალოგს. არა, ეს სწორედ ძალიან გადავჩოჩდები ახლა მეოთხე ბლოკისკენ, თვითონ როგორ დავიცვათ სამოქალაქო განათლება, ეს არის ჩვენი ბლოკის მეოთხე ბლოკის ნაწილი და ბოლოს ფინალურ ნაწილზეც მივალთ საბოლოო ჯამში და ამ კითხვის ფარგლებში რომ ჩავშალოთ. კარგი, ხო, ну ერთადერთი თქვა რომ, კაი, მაშინ ეს კომპლექსურობაზე კითხვა ბოლო ნაწილის პასუხი ბოლო ნაწილის შემოვინახოთ, როგორ უშუალოდ და მან კითხვა ალბათ უნდა ორ ასპექტში დავინახოთ, ხო, ორგანზომილებაში, ერთი სამოქალაქო განათლება როგორც საგანი და მეორე როგორც ერთგვარი სულისკვეთება და კულტურა სკოლის, ხო, რომელიც ასევე საბჭოთა კავშირს თუ ვადარებთ, ალბათ ეს ორია მნიშვნელოვანი, ხო, ну როგორც საგანი ჯერჯერობის ვარ გვაქვს შესაძლებლობებში და არ ვიცი ხა საბჭოთა კავშირი უბრალოდ იყო რა გაგებით, რომ იქ პარტიული ხაზი იდეოლოგიური, ხო და არაფერი განსხვავდება ერთმანეთს. ხო, ანუ აქეთკენ მივდივართ დაბრუნების რეჟიმში. განსხვავება რო გამოვკვეთოთ, ხო, იქ რო იყო ეს მარქსიზმ-ლენინიზმი, ის პრაქტიკულად იყო სკოლის მისიაც, ხო და ამდენად მართლაც ყველაფერი ამას ექვემდებარებოდა, იმიტომ რომ იქ სახელმწიფო იყო ესეთი და რა ვიცი, ალბათ თუ კარგად ამ სახელმწიფომ იარსება რაღაც პერიოდის განმავლობაში თავისი სიტყვა თქვა. ხო, არ ვიცი, კი ბატონო, ცუდი თქვა ბევრი და დღეს ის ცუდი უფრო აქტუალურია შეიძლება ვიდრე ის კარგი რაღაცა იყო იქ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ისტორიაა. ანუ შევხედოთ საბჭოთა კავშირს როგორც ისტორიას, რომელიც იყო რაღაც ისტორია, დამთავრდა და ეხლა დღევანდელობაზე ვლაპარაკობთ. ხო და რეალურად რეფორმაშიც იყო, განათლების რეფორმაშიც დაშვებული მაგ-კუთხით რაღაც შეცდომები, ეხლა ამ ფოლაფრის ფონზე რაც დღეს ხდება, უბრალოდ მინდა ამაზე ბევრი ლაპარაკი, მაგრამ რეალურად აი რა ტიპის სკოლა იქმნება, საკმაოდ ტექნოკრატიულ, ბიჰევიორისტულ, სტრუქტურალისტური მოდელით მიდიოდა განათლების რეფორმის განვითარება და ეს სქემის ის არის, სქემის დანაშაული არის ამაში ძალიან დიდი, რომელიც შაშკინის დროს დაიწყო და მე წელი 10 წლის განმავლობაში ვითარდება. მაქროვაც იყო პრობლემები, რომ რეალურად ხდებოდა რაღაცნაირად ანუ სისტემა გეუბნებოდა როგორ მოქცეულიყავი და ფუნქციურ როლს თუ გაითავისებდი შენსას, თითქოს ამით ხდებოდი უკეთესი სპეციალისტი და ეს არასწორი მიდგომაა, რომელიც არ არის წარმატებული არ გამოდგა არც ერთ ეტაპზე. უფრო სწორია ალბათ რომ მასწავლებლის და იმის სოფხედველობის და მთელი განვითარებაზე იყოს აქცენტი და ეს სამოქალაქო განათლება არის სწორედ ამის თვის ხო რომ ანუ აი გამოვყოფდი მთავარ სიტყვად მაგ ლიდერობის სტილს, როცა საგანზე როცა ვლაპარაკობთ, გასაგებია, ხო აქ არის სპეციფიკური ცოდნა, ვერც ისტორიასთან ინტეგრირდება და ვერც გეოგრაფიასთან, ხო ანუ შეიძლება რაღაც თემები მოქალაქეობის ინტეგრირდეს, აი სიტყვაზე ვიძახი. ეს არის სუფთა იურისპრუდენცია რაღაც კუთხით. იურიდიული საკითხებია.
თქვენ აი ისტორიას ასწავლით ხო და აი ისტორიის გაკავშირდა ვთქვათ რომ აი თუ მე ვასწავლი ათენის დემოკრატიას სიტყვაზე ვიძახი ან ეს თულაც არ ნიშნავს რომ სამოქალაქო განათლებას ვასწავლი ხო ანუ კი ბატონო ის ბექგრაუნდი ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესოა მაგრამ არის სხვა კუთხით საინტერესო ხო ანუ და რეალურად სამოქალაქო განათლების სწავლება უფრო მოქმედებითი გვარის არის ხო ანუ დღეს მოქმედ პროექტებს დღეს განხორციელებულ ინიციატივებს დღეს მოცემულ кейსებს ვაკეთებთ ანუ იმის თქმა მინდა რომ ისტორიასთან და გეოგრაფიასთან და ქართულთან რა ვიცი ინტეგრაცია კი საინტერესოა და კარგია მაგრამ ეს არანაცვლებს ერთი ცალკე სტრუქტურის მატარებელი საგნის არსებობის საჭიროებას იმიტომ რომ მიზნები სხვა გამოდის და სკოლის კონტექსტში რაც შეეხება მან ლიდერობის სტილი ალბათ ეს სიტყვა არის მთავარი რომელიც უნდა გამოვკვეთოთ ხო აი რას ნიშნავს საგანმანათლებლო ლიდერობა საერთოდ ლიდერი რიდან სწავლდება ბელადისგან ხო ანუ ბელადი არის ის ვინც არის ბელადი არის ის ვინც არის ღვთისმურთელი ხო ვიღაცა მოიყვანა დანიშნა და მისი ავტორიტეტი და პოზიცია არ ექვემდებარება განხილვას ბელადი და ლიდერი ვინ არის რომ ჩვენ თანასწორები რო ვართ და რაღაცისთვის ვიბრძვით საერთო საქმეს ვინც უკეთ აკეთებს ის არის ლიდერი და ის ემსახურება საზოგადოებას და ჩვენ სკოლაში სამწუხაროდ რაც ტენდენცია იკვეთება და ადრეც იყო ეს პრობლემა და დღეს საერთოდ ჯვარი დაესვამება ყველაფერს ლიდერები არ იკვეთებიან ხო ანუ არ არის შექმნილი ის სისტემა რომელიც მასწავლებლებს და პედაგოგიკური საქმის ლიდერებს გამოხდის რომელიც ამ ლიდერებს მე ჩააყენებს სასკოლო თემის სამსახურში სკოლის განვითარებით აქ არის ისე ბელადის ინსტიტუტი რომ დანიშნეს ვიღაცა ზემოდან რესურს ცენტრიდან თუ სამინისტროდან რომლის გადანიშვნა სკოლოდ იმას შეუძლია ახლა ეს სამეურნეო საბჭოების და სხვა პრების არავის არ ჯერავს რა თქმა უნდა ხო და რეალურად დამკვიდრებულია ეს სტილი რომ ვისაც პედაგოგიკური სულისკვეთება გაქვთ მოდი რა ბავშვები მოამზადეთ კერძოდ და თქვენი ორი აპაჩი ჩატარეთ და წავიდა სკოლა კი ეკუთვნის ტექნოკრატ აღმასრულებელ ადამიანებს რომლებმაც ზუსტად იციან რა იბრძნούν ზემოდან და რა გააკეთონ და ეს სქემაც რეალურად სწორედ ასეთი ლიდერობის სტილს აქტიურებს ხო ანუ მივიღოთ პედაგოგიკური სულისკვეთებისგან დაცლილი ტექნოკრატიული სკოლა და რა გამოდის განსხვავება რომ ხა საბჭოთა კავშირი დაუბრუნდით პრაქტიკულად იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროსაც იყო ერთი იდეოლოგიური ხაზი და ის ინსტრუმენტები აქაც არის ზუსტად ასე ის იდეოლოგიური მთელი აქ ისე მკაფიო არ არის როგორც საბჭოთა კავშირში მაგრამ სამაგიეროდ მექანიზმები მკაფიოა ხო და საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ კიდევ სასაკია ხო და არის ეს ტექნოკრატიული ხაზი სისტემაში რომელიც არის და აი ეს ამით ხდება საგანმანათლებლო ლიდერობის დაყვანა ადმინისტრაციულ ლიდერობამდე და ეს არც განაწილებულ ლიდერობას გავს არც საერთოდ არაფერს არ გავს ამით ხდება მოკლედ სკოლის თემის განადგურებაც და აი მოკლედ ეს სამოქალაქო სულისკვეთება ანუ სიტყვა სამოქალაქოს ვამბობ მონაწილეობით კულტურას გულისხმობ ხო პირველ რიგში და მონაწილეობით ის იდეის განადგურებით რა თქმა უნდა ჩვენი სკოლა კარგ ვერაფერს მიიღებს ну კარგ ვერაფერს მიიღებს სწავლის შედეგებიდან გამომდინარე პირველ რიგში იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ შეადარეთ ორი სკოლა ერთმანეთს ერთში სადაც მუშაობენ მასწავლებლები რომელიც იმისთვის მოდიან რომ ორი გაკვეთილი ჩაატარონ და მერე სამი კერძოდ ჩაატარონ და წარმოვიდგინეთ სკოლას სადაც მასწავლებლები ჯგუფი კი არა გუნდია სადაც მსჯელობენ თითოეულ მოსწავლეზე სადაც ვისრა უკეთ ხელეწიფება ერთიანაც აი რომელი ტიპის სკოლას აქტიურებს ესეთი სქემა და ესეთი სამოქალაქო განათლება ეს მიმინდია ჩვენი მსმენელისთვის მიმინდია ამის აღმოფხვრა კი, ცალსახა პასუხი გავეცით ამას უკვე რაც თითქმის ამას ვაყალიბებთ რომ ჩვენ სხვა სკოლას ვქმნით ამ შემთხვევაში უკვე და სკოლას აქვს ჩვენ მოდიში არის ჩვენ ვქმნით შენობას ხო სადაც რომელსაც ეწერება სკოლა უკეთესია რომ სკოლიდან პედაგოგიკური სულისკვეთების განდევნა და იქ დარჩეს შენობა რომელიც იქნება გათითოკაცებული ადამიანებით და კომპლექტებული სადაც ლიდერებისა და წინსვლის პერსპექტივა ხონდეს შეიძლება ან იმ ადამიანებს ვისაც თვითცენზურა აქვს ჩართული რაც ცენზურის ქვეშ ყოფნაზე უარესია კიდე ანუ მორალზე ვინც ვამბობს თვითცენზურა სხვა არაფერია და ან კიდევ ტექნოკრატ აღმასრულებლებს რომლებსაც ეს მორალი თავიდან ან არ ქონდათ ან სკოლის საქმეებთან არც ქონდათ გაიგივებული ხო ანუ ეს არის რეალურად იცი მე მინდა რომ მომენტი გამოვიყენო პრინციპში ჩვენ არ ვიცი კიდე მომავალში როდის შევხვდებით იმედი მაქვს შეიძლება კიდევ მსგავსი თემები დავგეგმოთ სამომავლოდ მაგრამ ეს მომენტი გამოვიყენო და უხეშად რო ვთქვათ მეტი ინფორმაცია გამოგძალოთ რაც მსმენელისთვის საინტერესო იქნება ხო პირველი აი ამ ეს თემაც რომ დავასრულოთ ავტორიტარული სკოლის და საბჭოური სკოლის შედარებით მოდელი ალბათ თქვენი აზრით ხომ არ არის ეს ხომ არის ჩვენ ვარაუდობთ რომ ეს საგანი შეიძლება ამ დონემდე მივიდეს მაგრამ აქ არის კიდე ერთი დეტალი დაწყებული ჯერ კიდევ წინაწლიდან რომელიც გულისხმობს სახელმძღვანელოების დაწერას
სახელმწიფოს მიერ. და ეს ცალკე თემა ამას ვრცლად ალბათ ვერ შევეხებით დღეს, მაგრამ როგორ შეიძლება და ხომ არ არის ეს პირველი ნაბიჯი და აუცილებელი ნაბიჯი და სხვაგვარად ფიზიკურად ვერ მოხდება ამ საგნით ეს საგანი იყოს და თან ერთი სახელმძღვანელო გაჩნდეს, სადაც ჩაწერენ ერთნებას, იმიტომ რომ სამოქალაქოს საგნის, ასე ვთქვათ, მიზანი, ინდიკატორი, რაც არის მისაღწევი, პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთი სახელმძღვანელოს არსებობის პრინციპს, ერთი სახელმძღვანელო, ერთი ფაკულტეტი, ერთი უნივერსიტეტი, ერთი ყველაფერი, ერთი პარტია, რა ვიცი, ერთი ღმერთი და მე შეიძლება მონარქიც ერთი ყავს. ერთი ფიურები. კვარცხლბეკი ერთი და აგერ მე მთაზე ადიან კიდევ რაღაც პარლამენტს იშენებენ. მოკლედ, ეს ხო არ არის პირველი ნაბიჯი, აუცილებლად გასაუქმებელი ნაბიჯი ხო არ არის ეს იმისთვის, რომ საბოლოოდ მარყუჟი შეიკრას. ხო, ну ანუ ხო არ არის ხელისშემშლელი ერთი სახელმძღვანელოს იდეა ამ საგნის და ხო რა თქმა უნდა ხელისშემშლელია ჯერ არც ერთ საგანს არ უხდება ერთი სახელმძღვანელო დღევანდელ მსოფლიოში სადაც დღევანდელი ეროვნული სასწავლო გეგმის ფილოსოფიითაც რომელიც საფეხურეობრივ შედეგს განსაზღვრავს და კლასებად არ გეგმავს და სემესტრებად და ტრიმესტრებად ხო იძლევა მრავალფეროვან გზას რაღაც ის მიღწევისა პრაქტიკულად ესეც უხდება ეგ არ ვიცით სასწავლო გეგმას რა მოსდის არა სასწავლო გეგმა არა ის პრაქტიკაში ამ ერთი სახელმძღვანელოთი ის ეროვნული სასწავლო გეგმის ეგიდები ვეღარ შესრულდება ეს სისტემა რასაც ეგენი ხლა შემოიტანენ ერთი სახელმძღვანელოთი რა თქმა უნდა არ შეესაბამება იმ ფილოსოფიას იმ სასწავლო გეგმის რომელიც დღეს მოქმედებს და რომლის ფილოსოფიურად შეცვლასაც რამდენადაც ხედავ არაპირებენ უნდათ რომ უბრალოდ კლასები ჩამოაჭრან და საგნები შეგვეცონ თორემ ფილოსოფიურ ცვლილებას სასწავლო გეგმისას როგორც ჩანს არ ყოფნის მაგათი ახანებავს ხო და რაც შეეხება იმას სახელმძღვანელოს სწორედაც ეწინააღმდეგება ისევე როგორც სქემა ეწინააღმდეგება ამ ფილოსოფიას ისევე სახელმძღვანელოს იდეაც და რატო ეწინააღმდეგება ხო აი რამდენიმე საინტერესო მაგალითმა შეიძლება ამ კუთხით იმიტომ რომ აი ეცოდინებათ შეიძლება არ იცოდეთ არ ვიცი რამდენიმე სკოლაში ახლა აკეთებენ LMS პროგრამების პილოტირებას ანუ learning management სისტემა ქვია ხო იმას ერთ სკოლაში ხო ანუ ეს არის მსოფლიო ბანკის პროექტი იყო თავის დროზე და მაგას უკავშირდებოდა ბევრი ეს ანუ ერთი სახელმძღვანელოს პრინციპთან რომელიც ტოტალიტარული მნიშვნელობის იქნება ამ იმის მისადაგება ყოველდღე შეუძლებელია რაღაცი ჭირდება learning management სისტემა თავის მთელი მრავალფეროვანი რესურსებით თუ ერთი დოქტრინული სახელმძღვანელო გაქვს რომლის როლიც აქამდე ხო იყო ლაპარაკი სახელმძღვანელო არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი რესურსი და ეხლა ისეთი ამბავია შექმნილი ანუ ერთადერთი და არ არის სხვა სახელმძღვანელო და მოციქული თვინია ამათი შექმნილი სახელმძღვანელოს ხო აქეთ მიდის საქმე და ეს რა თქმა უნდა ამასაც წაუქნებს სახელმძღვანელოს რაც შეეხება მან მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა მოქალაქეობა ერთ სახელმძღვანელოს პრინციპამდე დაყვანა არის ნონსენსი ბაგაჟჯობია სულ არ იყოს სახელმძღვანელო და რაღაცა სხვა ფორმატში იყოს მაშინ რესურსების მოძიება გათავისებული მაგრამ ეჭვი ამანაც გააჩინა პრინციპში იმიტომ რომ გამოვიდა ხმები თითქოს რომ არ იგეგმება ამ საგანში სახელმძღვანელოს დაწერა და ეს შეიძლება ერთი მომავალში მისი გაუქმების წინაპირობა იყოს იმიტომ რომ როგორც სხვა საგნებში თუ კომპლექტდება ჯგუფები ამ საგანზე არ ვრცელდება ან ხმები ვრცელდება რომ თითქოს ამის წიგნები ისედაც კარგია და რაღაც ესეთი ამ საგანში სამი წიგნია და ახლა შემოდის რა გამონაკლისი იქნება ხო და მოკეთ აი ეჭვებს ეგრეთ საჩინს მაგრამ ის ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი რა თქმა უნდა ამ საგანთან წინააღმდეგობაშია იმიტომ რომ ვინც იცნობს ამ საგნის სახელმძღვანელოებს ხო ანუ იქ განსხვავებული ხელწერა რასაკურველია განსხვავებით თქვათ ბევრი სხვა საგნის სახელმძღვანელოსგან არ მინდა ვინმეს ვაცხენინო სადაც ვერ გაიგებ ერთი წიგნია თუ სამი წიგნია სხვადასხვა ფერებში ზოგჯერ ეგრეთ ხდება ხო ისტორია მაგალითად მე ეგეთი ისინი არ მოგსამდა ისტორიას ვიწყე არც ერთი დასახელება არ მინდა ამ შემთხვევაში ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს მაგრამ ეს პრობლემა რა თქმა უნდა არ უნდა გადაიჭრას იმითი რომ ერთი და მათ ყურადღებას მივაქცევდი რა ვიცი დროში თუ არ გვეწურება ერთ საინტერესო ფაქტს ვეთქვი ჩვენი არჩენილი ფინალისკენ აი ამ სახელმძღვანელოების თემასთან კავშირში რაც ყველგან ამბობდა არ მინდა რომ თქვენი პოდკასტი გამონაკლისი იყოს ამ კუთხით რომ აი დააკვირდით ამ რეფორმის გროტესკულობა რაში იკვეთება კიდე და საერთოდ ტყილზე როა ყველაფერი დაფუძნებული
არსი ჩანს კარგად. ნახეთ, იძახის მიქანაძე გამოდის და სამინისტრო სახელმძღვანელოები არ ვარგა, ხო? ხო და გამოსავალს პოულობენ რას, რომ თუ აქამდე გამომცემლობები წერდნენ ისევ სამინისტროს თავმჯდომარეობით ამ არ გონიათ რომ იმას გამომცემლ სამინისტრო ედგა თავზე და პრაქტიკულად თან ავტორი იყო ამ ყველაფრის, ხო? გასაწერდა. ეხლა მოდი ჩვენ დავწერთ თვითონ, ოღონდ იმ ავტორებს, ის ავტორები მოყავთ ისევ, რომელიც ადრე გამომცემლობასთან თანამშრომლობენ და ეხლა თვითონ აგებენ. ანუ რა არის რეფორმა, რომ ერთ ოთახში აქ დაიწერება თუ ხუთ ოთახში იქ იწერებოდა, ამაშია განსხვავება თუ უნდა გამოვიდეს და ილაპარაკონ მეთოდოლოგია რა იყო, ცუდი შინაარსები რა იყო, მიუღებელი, რატო ვერ კეთდებოდა. ეს სახელმძღვანელოს ხარისხზე და შინაარსზე ვინ ველაპარაკობს? ანუ გამოვიდნენ და ეს ერთ ექსკლუზიურ დეტალს გავამხელა, ხარისხზე ახლა ვსაუბრობ, მაგრამ რა ვიცი, ჩემთვის ახლა სუბიექტური აზრია ეს ისტორიის ჯგუფის შესაძლო ხელმძღვანელად მოიაზრება თესეუს რექტორი ბატონი ჯაბა ამ შემთხვევაში და მე მგონი ამ მიდგომითაც არა ეს ხო ცხადზე ცხადია და ფაქტობრივად რაღაცები უკვე იკვეთება ყველაფერი რისკენ მივდივართ და საქართველოს ისტორიის ამ ჯგუფს უხელმძღვანელებს ბატონი ჯაბა სამუშია და რა ვიცი ხა მეგობრებო თქვენ განსაჯეთ და პერიოდშიც იყო ჯაბა სამუშია რეცენზენტებს შორის გამონაკლის მუდმივი წევრის სტატუსით ხო სიტყვაზე ლიდერული ეტაპები სამოქალაქო გაუქმდა მაგათთან სავარაუდოდ უკვე და იქ ვერასოდეს ვერ იცლი და იმისთვის რომ ბოლომდე ყოფილიყო ჩართული და ეხლა ყოველასე მოხდება და ახლა მოიცლის ხო და ანუ ესეც ის არის მოკეთ ისე თქვა მინდა რომ სახელმძღვანელოს შინაარსებზე ხო არ არის აქ არავისთან ლაპარაკი არ ყოფილა ხო სასწავლო გეგმა არ არის დამტკიცებული და განხილვისთვის გამოტანილი სად როდის ყოფილა აქამდე რომ ჯერ სახელმძღვანელოზე მუშაობა მიმდინარეობდა და მე რეიწერებოდა სასწავლო გეგმა ხო უნდა ჯერ ხო და ეს მომენტია და ხო ნახეთ აქაც როგორი ის არის ტრიუკია გაკეთებული არასწორი რომ ანუ შექმნეს რაღაცა სულელური პირდაპირ გაგებით იდეა რომ თითქოს უფრო ლიბერალურია ხო განათლების კუთხით 5 სახელმძღვანელო რო არის და 3 და გამომცემლობები რო წერენ და ერთი თუ არის ეს უფრო ტოტალიტარულია ამსგავსებენ საბჭოთა სისტემას ვითომ ეს იყოს არის გარეგანი მახასიათებელი შეუქმნელი სისტემები სადღაც ძალიან დემოკრატიულია მაგრამ ერთია წიგნი და შეიძლება პირიქითაც ზოგან ხო ეს თუ არაფერ შუაში არ არის არაფერთან არც ლიბერალურობასთან არ იმასთან და აი უნდა თაკაც გადაატარონ რომ აი ჭეშმარიტ გზას დაუბრუნდით იმიტომ რომ ჩვენ წერთ და აი რა არის განსხვავება შენ თუ წერდი ადრე იგივე ავტორებს თუ მოიყვან და იგივე შემფასებლებს აი იმაშია გეოგრაფიულ მდებარეობაშია საქმე ხო და აი საქმეც ეს არის აი მან საინტერესო კითხვა რეფორმა რა იქნება განსხვავება ვინ რაზე მოაწერს ხელს და ვინ რაზე წამსვლელია ეს სამი კითხვა შეგვიძლია დავტოვოთ ჩვენ პასუხგაუცემელი და ფაქტებმა და შედეგებმა გამოავლინოს საბოლოო ჯამში. შეიძლება რომ წასვლელობა მანდ უფრო იდეებზე კი არა საავტორო უფლებებისგან იქნება პრობლემა, იმიტომ რომ მაგათი რეალური გეგმა არის რომ ბუქმედის სახელმძღვანელოები ისე გადაწერონ და გადააჯგუფონ რომ ვიღაცას გავუსაუბრონ რომ ეს არის ახალი სახელმძღვანელო. ეგ კითხვა მე მგონი გადასაწყვეტი იქნება ავტორო უფლებების ჭრილში და არა იდეოლოგიური ხაზის გატარება შერწყება თუ არ შერწყებათ ეგ ზუსტად ეგ მომენტია არა ეგ ხო ბუნებრივია რომ აი დიოგენე რო ავიღოთ ისტორიის წიგნი რა ვიცი ბოლო 10 წელია ამ წიგნის ნომენკლატურა ლინგვისტური ნომენკლატურა თითქმის არ იცვლება ავტორები ნუ კაი იყვნენ ერთი და იგივე ავტორები მაგრამ არაფერი არ იცვლება მაქსიმუმ რაღაცები დაემატა ახლა ბოლო წიგნებში ერთი დეტალი ეგ არის გამოსაკვეთი თუ თანხმდებით მე მგონი ახლა თქვენ აქ ამიტომ ხართ პრინციპში რომ სამოქალაქო განათლება აუცილებელია და შესაბამისად თუ აუცილებელია მაშინ კითხვაც ჩნდება როგორ დავიცვათ ეს საგანი ისე რომ არ გადაიქცეს პროპაგანდად აი დისკუსიით არგუმენტებით რეალური кейსებით, რაიმე მედია ანალიზი არსებობს, თუ აი რა არის ის კონკრეტული ნაბიჯები მაგალითად, თუნდაც მასწავლებლების დაცვა, ხა სამოქალაქოს ფორუმი გააქტიურდა ამ კუთხით, პროფესიული კავშირები გააქტიურდნენ ამ კუთხით და ბუნებრივია, როგორც ახლა მე-12 კლასის გაუქმებაზე დაიწყო ამბები და ამ რეფორმაზეა დაწყებული ახლა ამბები დეფორმაზე, იგივე ალბათ ამასაც მოყვება. ჩვენ ალბათ რაღაც ყველა ეტაპს გააღვიძებენ და მე ალბათ ერთდროულად აფეთქდება ეს ყველაფერი, ჩემი ღრმა რწმენით იმედი მაქვს აქამდე მივალთ, მაგრამ რა არის ის დამატებითი ნაბიჯები, რამაც ეს თეორიულ დონეზე მაინც რომ შეაჩეროს და შეეშინდეთ ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ რა ვიცი.
ანუ ორი კითხვა ხო, მან ერთი რომ არ გააუქმდა, მეორე თუ შეინარჩუნეს იდეოლოგიზმებით არ გააჩნიათ, ხო, აი რა არის ამ სამსავი მექანიზმი. ნუ პირველი უნდა ვთქვათ ჯერ ხო, რითი შევინარჩუნოთ. ამ წუთას მე მგონი ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენ, მადლობა თქვენს მოწვევისთვის და პოდკასტის ამისთვის მოსვლისთვის, იმიტომ რომ რეალურად ყველაზე კარგი დამცავი არის ხმაურის ეხლა იგივეც აქ ხმაურიც არ არის ეს ცილის წამება იმ ვითარებაში, როდესაც როგორც თავიდან აღნიშნეთ, საჯაროობა არ არის და რაღაცეების გვეშინია ხო, ანუ ის ადამიანები ვართ ჩვენ, ვისაც განსხვავებით ბევრისგან იქ მართლა ადარდებს სისტემაში რაღაცა პროდუქტების ბედიდა. ხო, პირველი არის ალბათ რა თქმა უნდა აი ფორუმთანაც ჰქონდა მაგაზე მიმოწერა, წერილს ვაგზავნით, ხო, უნდა მოვითხოვოთ, მაშინ დავუშვიდეთ ალბათ უნდა პირველ ნაწილში, როცა ხედ გვექნება საათობრივი ბადე და დავინახავთ, რომ ეს საგანი საათობრივ ბადეს ისევ ამშვენებს, ასე ვთქვათ. მეორე გვექნება ამ საგნის კურიკულუმი ხელში და გვეცოდინება რა თემები ისწავლება და მესამე გვექნება კარი გარანტია იმისა, რომ სხვა საგნებში რაც ხდება, აქაც ხდება. ხო, ანუ თუ ციგნები სხვაგან იწერება, აქაც იწერება, თუ რესურსი აქაც ვითარდება, ნუ მთელი პირობითობის პალესტინელი ღილაკი ათებული, ხო, ამ ნაწილში. ხო, ანუ აქ ეს თუ არ იქნება, ალბათ რითაც შეგვიძლია ყველა უნდა ვიმოქმედოთ და რა ვიცი, ახლა პოდკასტ ლაპარაკს რა უდგას წინ, მაგრამ შეიძლება უფრო სხვა ტიპის დაპროტესტებაც ამ შემთხვევაში. ხო, ეგ და მსჯელობით იწყება ყველაფერი და როგორ და სამოქალაქო მარათლების მასწავლებლებმა იციან როგორ პროტესტდება რაღაცეები როცა უნდა. ხო და მეორე საკითხი არის უკვე იდეოლოგიის დაუშვათ და შევინარჩუნეთ საგანი, დაუშვათ და რა ვიცი თუნდაც ამ დამახინჯებული უკვე რა ვიცი სისტემის პირობებში რაღაცა ფორმით არის, მე რა შეიძლება იყოს. ხო, ნუ ჯერ ეს ერთი ყველა საგანში ეს უნდა მოხდეს, ყველა საგანში უნდა მოვითხოვოთ თვითონ დოკუმენტი, ხო? ანუ რომ აი რა არის სასწავლო გეგმა, რომლის საფუძველზეც იწერება წიგნი, ხო? კი ბატონო, არ აქვს რა შემთხვევაში მნიშვნელობა ეს წიგნი სამინისტროს ბაზაზე დაიწერება თუ რესურს ცენტრების ბაზაზე თუ გამომცემლობების ბაზაზე, ხო? ანუ როგორც არ უნდა იყოს, სასწავლო გეგმიდან არის სამომსწავლო წერტილი, ხო? სასწავლო გეგმა უნდა წავიკითხოთ ყველა ყურადღებით და უნდა კონდეს იმის გარანტია, რომ რაც არის და როგორც არის ამ სასწავლო გეგმაში, ხო? ანუ იგივე ხა ის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები რო დაამტკიცეს ახალი, ხო? იქ ხო კარგად დავიწყებული ძველი წერია უმეტესი, ძველი მანამდე რომ მოქმედებდა იმ მიზნებისგან, მხოლოდ იმით განსხვავდება ეს მიზნები, რომ ოჯახია ბევრჯერ ნახსენები და პატრიოტიზმი თანაც არქაიზირებული ფორმის სწორე ძალიან ასე ვთქვათ თვისებრივი განსხვავება. ეს აღვიძებს ხო, არ ვიცი, ლექსიკო-სტატისტიკურად ეს უფრო პატრიოტულია, ვიდრე ის იყო. ასე შეიძლება ითქვას, თორე შინაარსობრივი აქცენტები და თვითონ განათლების ინსტრუმენტალიზაციის იდეა იქაც ჩანდა და აქაც ჩანს, ხო? ხო და რეალურად იგივე ამ თვალსაზრისით როგორ უნდა მოხდეს იმით, იმიტომ რომ მოქმედი წიგნებზე, ხო და უბრალოდ მოქმედი ეს არ იქნება მე მგონი ძალიან ძნელი, იმიტომ რომ აი მოქმედ წიგნებს თუ შევხედავთ მოქალაქეობისას, მე ჩემს აზრზე ვარ ამ კუთხით დიდი ხანია, მე იქ ვერ ვხედავ გადახრას რომელიმე იდეური მიმართულებით. ანუ რეალურად ეს არის სწორედ ის სამოქალაქო განათლება, რომელიც აქ და ახლა ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს სახელმწიფოს ჭირდება. ვერ აიღებს ამ წიგნებს თქვათ ლიბერალი მოქალაქე და ვერ იტყვის, რომ არა, ჩემი შვილი არ მინდა რომ ამას სწავლობდეს. ვერ აიღებს კონსერვატორი მოქალაქე და არ იტყვის, რომ ჩემი შვილი ამას თუ სწავლობს არ უნდა. ვერ სოციალისტი აიღებს და არ იტყვის ამას ასევე. თუ იტყვის და თუ არის სწორედ ამას უნდა ყურადღების მიქცევა, რომ ეს იყოს არა რომელიმე პარტიის იდეოლოგიზირებული ხაზის გაგრძელება, არამედ იმ ცოდნისა და იმ მრავალმხრივი ანალიზის და არაერთხელ ახსენეთ კრიტიკული აზროვნება თქვენ ხო კრიტიკული აზროვნების განვითარების შესაძლებლობა, რასაც ვაწევს, ან მარტივია რა უნდა ვაკონტროლოთ სასწავლო გეგმა და მოვითხოვოთ და მე კიდე თუ რაღაცა ილოტირებები დაიწყება თუ რაღაცა ბევრი ითქვა ესეთები, იმ სახელმძღვანელოებთან მიმართებით გქონდეს ის ყურადღება და ეს არის და ეს და რა ვიცი ჯერჯერობით კარგია რომ ამ ეტაპზე ეს აქტიურობა არის და მე-12 კლასივით არ გავიგეთ ხო. ანუ მე-12 კლასზე რომ შორის დაიწყეთ ამაზე დისკუსია საჯარო. ხო, დაიწყეთ პრინციპში მახსოვს მე მოვისმინე თქვენი ეს რომ იყო ეს მომენტი რომ იბორჯომში რაღაცა ხო ეგ რაღაც მოჩხარ და ეგ თალკე საკითხია და რა ვიცი მაგაზე დეტალების ჩაშლა კიდე შორს წაგვიყვანს, მაგრამ იგიც ერთ-ერთი დამადასტურებელი არის ფაქტია იმისა, რომ
გადაწყვეტილებები არის სრულად ფორმალური, ტაშის დაკვრა და მხოლოდ რა ვიცი, მუსიკა და იქ შიდა გართობები მოკლედ ესე თქვა მინდა იცით რომ აი ხშირად არის აი გაწმუნებული ვარ გვისმენენ ბევრი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი აი ორი რაღაც აი ჩვენ სამოქალაქო პროტესტსაც დღეს რაც ქვეყანაში არსებობს ერთი ნაკლი აქვს ნახეთ აი დაახდით რას რომ მთლიანი ბოროტება ხო არსებობს დიდი ხო რაც არსებობს ქვეყანაში და ეს წინააღმდეგად საზოგადოება მიემართება მაგრამ ამ მთლიანზე ლაპარაკმა კონკრეტულის ლაპარაკი არ უნდა დაგვავიწყოს ანუ ესე თქვა მინდა რომ შეიძლება ვინმე ფიქრობდეს რომ რა დროს სამოქალაქო განათლების კურიკულუმზეა ლაპარაკი როცა იქ უდანაშაულო ადამიანებს იჭერენ როცა ქვეყნის განვითარების კურსი შეიცვალა ეს ვოლდემორტის ჰოკრუქსებით გამოგვდის ახლა პატარა რაღაცეები რომელიც ამ შემთხვევაში არის ის რომ აი ყოველთვის აქვს ბრძოლას საფუძველი რა ეს რატო უშლის თემაზე ლაპარაკი და ბრძოლას უფრო დიდი ბრძოლას და უფრო დიდი განხილვებს გავს ანუ ისე თქვა მინდა რომ პროფესიული კუთხიდან შეტევა არის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ისეთ საზოგადოებაში რომელშიც სპეციალიზაცია ამხელა მნიშვნელობა აქვს და ყველა საგანმა მუსიკასაც იგივეს მოუწოდებ მე და ხელოვნებასაც და ყველა სხვა საგნებსაც რომ ხალხო შავზე თეთრის ხმის საშუალებას ნუაძლევთ ხო მოვითხოვოთ ეროვნული სასწავლო გეგმა და რეფორმაზე ლაპარაკისას სიმძიმის ცენტრი გადმოვიდეს ეროვნულ სასწავლო გეგმაზე და არა ტელეფონებზე ფორმებზე ერთი სახელმძღვანელო იქნება თუ სამი და ტექნიკა რეალურად ამაზე დისკუსია სწორი შენიშვნა ალბათ თქვენი მხრიდან არ მიდის არ მიდის და რატო არ მიდის მოდი ესე ვთქვათ ხო ანუ ერთი საქმეა რომ ძალიან უჭირთ უკვე სასწავლო გეგმის დაწყობა ისე რომ ორი კლასი მოვაჭრეს და ფუნდამენტური საგნები უნდა გააძლიერონ ისე რომ იმას არ მოაკლონ და ანუ მათემატიკა ერთი ეს არის მაგრამ აი მეორე მხრივ წარმოიდგინეთ რა ნახეთ რომ აი მასწავლებელი ორი სხვადასხვა რამეა როდესაც მასწავლებელს ეუბნები რომ ზოგადად მე-12 კლასი გაუქმდა პირობებში თან როცა პროკავშირები უზის ეგერ სამინისტროს გვერდით მაია ყობახიძის ხელმძღვანელობით და ეუბნება რომ კარგიაო გაუქმდაო ხო ანუ სქემაც რომ დაუბრუნდა ეგეც კარგიაო ხო ამ ვითარებაში შეიძლება მასწავლებელი თუმცა გქონდა სხვადასხვა მაია ყობახიძეს გარკვეული ტიპის შენიშვნები და ის სახე რაც მიიღეს ახლა ბოლოს ეგ არის მაგრამ საბოლოო ჯამში ნუ ახლა ცალსახად ჩავშალეთ რა არის ამის რეალური მიზანი და შენიშვნებია რომელიც აი ნოკტაბიდა ამ თემაზე ძალიან გასვლა არ არის ახლა ეს ყველაზე პრიორიტეტული საკითხი ამ შემთხვევაში ხო და ამ შემთხვევაში ისე თქვა მინდა რომ მეორე საქმეა ერთია ესეთი ზოგადი სენტენცია მაგრამ მეორე საქმეა როდესაც მასწავლებელი ხედავს რომ ჩემსაგანში თებები ამოვარდა ჩემსაგანს საათები შეუმცირდა ჩემსაგანს ისევე ვარ ვაწყობ როგორც აქამდე ვაწყობდი რესურსები ეს არის უკვე სხვა დონის გათავისება და აი წარმოიდგინეთ თუ გამოაქვეყნებენ სასწავლო გეგმას სადაც ვიღაცა ამოვარდა ვიღაცა კლუბურ რეჟიმში გადავიდა ვიღაცას საათები მოაკლდა ვიღაცას თენები შეუმცირდა ვიღაცას წყობა აირია საგნის ვიღაცას საშუალო საფეხური გააუქმდა ეს უკვე სხვანაირ პროტესტ და მობილიზებას იწვევს ხო ანუ ეხა იგივე მე ჩავყევი კომენტარებს რამდენიმეჯერ და ისეთი ხალხის კომენტარები ვნახე სხვა დროს არ მინახავს ამ თემებთან დაკავშირებით და აი ამის ეშინია რეალურად სწორედ რომ გამოქვეყნებული სასწავლო გეგმა ნიშნავს ძალიან ხელშესახები პროტესტის სივრცეს, რომელიც უკვე აღარ რომელსაც ვერც ეტყვი მასწავლებელს, რომ რატო აპროტესტებ, რომ მათემატიკაში რატო შემცირდა საათიო, ეს აუცილებლად ქართული ოცნების წინააღმდეგ და ამასაც ნაციონალობით ხო ვერ ახსნიან ან კიდევ სტეიტის აგენტობით და აი ამის ეშინია და ჩვენც მე მგონი პედაგოგიკურმა საზოგადოებამ სწორედ აქეთ უნდა მივმართოთ ჩვენი ის კარგია რაც ხდება სამოქალაქოში, არც ისტორიას, არც გეოგრაფიას, არც ფიზიკას, არც ქიმიას, ეს არ აწყენდა, მით უმეტეს არსებობს 100+2 სტანდარტები, მოქმედი სტანდარტიც არსებობს და და დაამტკიცონ, ну, რასაც გვთავაზობენ, ეს უფრო საგანმანათლებლოა, ეს უფრო არ არის სტანდარტი რეალურად ხელშესახები, ანუ აი ამ წამამდე ჩვენ არ გვაქვს მათი ეგრეთ წოდებული მეთოდოლოგიური პროფესიული სტანდარტი, მათი აი ამ საჯარო ტაშისკვრების შედეგი. გვაქვს არაფერზე ლაპარაკობენ სასკოლო ფორმებზე, თუ ესაც ვიღაცები აკეთებენ ისეთი კომპლექსური რეფორმა ვერ ვიგებ რამდენი რაღაცა და მეგონი კიდევ უნდა გავუხაზი გავუსვა ამას, რომ ძალიან სწორი შენიშვნაა თქვენი მხრიდან, ვინც ახლა ამას ისმენს, ალბათ ყველა თქვენგანმა ამისი ეგრეთ წოდებული პროპაგანდა უნდა დაიწყოთ თქვენს მცირე ჯგუფებში, რომ ჩვენ ამ ავლა უბედურების და ამ ქაოსის გარდა გვყავს მინისტრი, რომელიც ყველაფერს საუბრობს, რაც
უნდა და არაფერს არ ამბობს და არაფერს არ ადასტურებს დოკუმენტურად რეალურად და არ გვაქვს ხელშესახები არც წავიკითხავს აგერ ახლა გამოქვეყნდა ისიც 1 იანვარს გვახარეს ისიც ძველი ასე ვთქვათ სქემის რევიზია მოხდა მე მგონი და რა ვიცი უბრალოდ რაღაცა ავტორიტარული ელემენტები ჩაამატეს ალბათ მაგნატებში მან ეს მომენტია კიდე რომ ეგ მაინც ერთი და იგივე არ არის ხო სასწავლო გეგმა რეალურად აი რო აუხსნათ ჩვენს მენელებს არის განათლების კონცეფცია რა განათლების კონცეფცია არის საფუძველიც არის და კონცეფციაც რეალურად ეს არის ანუ სასწავლო მიზნები ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიც და რა ვიცი იქიდან სხვა დოკუმენტებიც არის ერთგვარი წანამძღვრებია მისი მაგრამ რეალური კონცეფცია განათლების არის ეროვნული სასწავლო გეგმა და მისი დანერგვის ბერკეტები და ჩვენ ამ წუთას აი ხაზგასმით ვამბობ თელჩემ პროფესიულ რეპუტაციას დებ ამ სიტყვებში რომ ამ წუთას განათლების კონცეფცია არ გვაქვს ჩვენ ზოგადი განათლების რეფორმა მიმდინარეობს ყოველგვარი კონცეფციის გარეშე არის ცდელობა რომ რეფორმა დაარქვან სრულად მეორეხარისხოვან შინაარსობრივი ასპექტებისგან მოწყვეტილ მესიჯებს იარ განცხადებებს და ჩვენ კიდევ თუ მასწავლებლები მოახერხებთ რომ სიმძიმის ცენტრი გადმოვიტანოთ იქ სადაც ჩვენ ვართ ჩვენი საკლასო ოთახია და მოვითხოვთ კი ბატონო ჯანდაბას მოვისმინეთ ის ორდეკენდერს რაც იყო, მაგრამ მოდი გითხარით, ვერ ვარ ისეთი მაგრები, რომ ამ წინვალე მახარაშვილის ტელე პერფორმანსებიდან და მიქანაძის ტრიბუნიდან ქადაგებიდან ვერ გავიგეთ შინაარსი ამ ყველაფერს და მოდი რა ადამიანურად ჩემი საგნის ენაზე სასწავლო პროცესის მექანიზმებით ამიხსენი რას ნიშნავს ეს ექსპერტულად ამიხო ყავთ ეგ სამინისტროში 150 ადამიანზე მეტი ექსპერტია სხვადასხვა საგნებში, რომლებიც ამ წუთისთვის ტყილად იღებენ კრებას, ხო, იმიტომ რომ არაფერი არ ევალებათ, თორე არ არის ეს ხალხი როგორცაც თუ დაავალებ არ გააკეთებ, მაგრამ არაფერი არ ევალებათ აბსოლუტურად სიჩვენის მეტი, ხო? ხო და ხო ყავს ეს ექსპერტები აქ და ხო ყავს ეს სასწავლო გეგმის რაღაცა და ამიხსენი მე ადამიანურად ერთ მასწავლებლებს, რას ნიშნავს ეს ლიბერალიზმი, რომ ამოვაგდეთ მაგალითად და უფრო ეროვნული გავხადეთ. ამიხსენი რას ნიშნავს ფუნდამენტური საგნები გავაძლიერეთ და ამითი ავწიეთ რაღაცა თამასა. რას ნიშნავს რომ რეპეტიტორიუმის შემოტანით შრომით ბაზარს თავი რას მივწვით აღარ ვიცი ხო რომ ხუმრობ რა თქმა უნდა რეპეტიტორიუმი უნებრივია. მე მგონი სხვა ალტერნატივა აღარ გრჩება. არა, ხო და ესე თქვა მინდა რომ როცა რაღაცა სასაცილოა, ის იმდენად საშიში აღარც არის, ხო მე დავწერე კიდე ანდერსენის მოთხრობა, ხო, რომელიც ხო დავწერე ის შიშველი მეფე, ხო, როდესაც ის მეფე საშიშია, როდესაც ყველას გონია რომ მეფეა და ეს არის, მაგრამ როცა იქ ბავშვმა დაიძახა რომ მეფე შიშველია, ის საშიში აღარ არის, უკვე სასაცილოა და ეს რეფორმაც როცა სასაცილო გახდება, უკვე ის საშიშიც აღარ იქნება. აქ ამ რეფორმის ძალა არის ჩვენს შეცდომაში, რომ ოპტიკური შეცდომა დაუშვათ და ყურადღება წავიღოთ იქეთ, საიდანაც სამათი არიან მიმართული. თუ ვილაპარაკებთ სასწავლო გეგმაზე, მეფე ხელად გაშიშვდება იმით გაგებით, რომ დავინახავთ ჯერ ერთი ყველაფერი იგივეა და სიახლე არის მხოლოდ ის, რომ მოიჭრა მე-12 კლასი, რატო მოიჭრა არ ვიცით, მე-11-ს დაერქვა რეპეტიტორიუმი, რაც სამარცხვინოა, უბრალოდ სამარცხვინოა სკოლას რო არქმევ რეპეტიტორიუმს. ხო, ასე იგი ეს განათლების არც მიზნებთან კავშირში არ არის. გააქრეს საერთოდ ზოგადი განათლების კომპონენტი საშუალო საფეხურიდან სადღაც არ ჩაიგს ზოგადი განათლების კომპონენტი. ანუ რეალურად იმდენი ვერ გააკეთეს, რომ მასწავლებლის ბერკეტი მე-11-მე-12 კლასში ისე აემოქმედებინათ, რომ ფუნქციური სახე შესწენოდა მე-11-მე-12 კლასს და მოსწავლეები, რომლებიც საერთოდ არ დადიან მე-12 კლასში, ეს მოეწესრიგებინათ და ამაზე ეზრუნათ და პირიქით მოშალეს არც მოშალეს ბოლოს ისე უკან დააბრუნეს ყველაფერი, სახელები გადაარქვეს, როგორც თქვენ თქვით, ფაქტობრივად. ჯერ კიდევ არც ვითქვამს და დღეს მე მგონი არც ვისაუბრებთ ამ თემაზე, კიდევ რომ ვიღაცებს ხელს უშლიან საზღვარგარეთ წასვლაში, ეს რო ჩდება ევროკვალიფიკაცია, ამაზე აღარ ვიდა ლაპარაკი, ასეთ თემებს ხო არ ვიცი, მე მგონი მაგას ზედმეტი იმდენად ბევრი სასაუბრო თემა გაგვიჩინეს, მე მგონი რომ უნდა უბრალოდ დავუჯდეთ და ესენი დეტალურად ჩაიშალოს და ფართო საზოგადოების ყურამდე ფართედ მივიდეს ეს ყველაფერი. რომ შევაჯამოთ ჩვენი ეს ბოლო ბლოკი, რომ რაც საუბრობთ რამოდენიმე სიტყვაში რომ განათლება მაინც და მაინც არ არის რაღაცა ინფორმაციის ჩასხმა წიგნებში, უფრო არის ის რომ და სამოქალაქო განათლებას გულისხმობ ამ შემთხვევაში რომ მოსწავლეს გაუღვიძოს თავისუფალი აზროვნების უნარი. რომ მან სკოლის დასრულების შემდეგ შეძლოს თავისუფლად აზროვნება.
თუ ეს მოუკალით და ჩვენ ფაქტობრივად ამას ვუკლავთ სამხალხო განათლების გაუქმებით, მოსწავლეს თავისუფალ აზროვნებას, მივდივართ იქამდე, ნუ სადამდეც ახლა ვსაუბრობდით და ბატონმა ნიკომ ეს კარგად გამოკვეთა და ბოლო შეკითხვა მექნება ყველასთვის, შეგიძლიათ თქვენ ყველამ მსმენელებმა კომენტარებში უპასუხოთ ამ კითხვას, ვინც ეთანხმებით, დაწერეთ რატომ ეთანხმებით და ვინც არ ეთანხმებით, ამ შემთხვევაში მათ მოგმართავთ და პირადად თქვენთან ბატონო ნიკო მექნება კითხვა როგორი მოქალაქე სჭირდება ქვეყანას 10 წელიწადში პირობითად? რას უნდა აკეთებდეს სკოლამდე სამისთვის? სამ სიტყვამდე დამყავს ხოლმე მაგ კითხვაზე პასუხი პირველი არ ხართ მაგას მეკითხება და როცა სამხალხო განათლების ექსპერტი ვიყავი, სამ სიტყვამდე დამყავდა ყოველთვის. იდეალურად დავიწყოთ 3 სიტყვით და მე შეგიძლიათ ჩაშავოთ. სამი დებულებით ასე ვთქვათ. სამი დებულებით, კი ბატონო. ადამიანს უნდა კონდეს წმენა და გაცდა, რომ ეს ქვეყანა ჩემია. ანუ ჩემიც არის. ანუ ვიღაცა ბიძინა ივანიშვილის კი არ არის, ანუ მიხეილ სააკაშვილის ან ვინმე არ მინდა ეს პოლიტიკური კონოტაცია მიეცეს, ხო? ანუ ჩემიც არის. მეც აქციონერი ვარ ამ ქვეყნის. მეც ეს ერთი წმენა უნდა კონდეს ადამიანს. მეორე მე თუნდაც მცირე მოქმედებით ერთ ადამიანს შემიძლია ცვლილებების განხორციელება ამ ქვეყანაში. მეორე, ანუ ის რომ მაინც არაფერს აზრი არ აქვს, მაინც ყველაფერი სხვანაირად არის, ეს ამ საგნის სულისკვეთებას არ შეესაბამება. მე ერთ ადამიანს, ჩემი მცირე ამ როგორ არის, ხო, მოიქეცი ლოკალურად და იფიქრე გლობალურად, ხო? ანუ მე შემიძლია ამ საგნის კი არა, ჩემი ქმედებით და სამოქალაქო განათლების საგანი სწორედ ამ ქმედებებს გასწავლის, რაც რწმენას გიჩენს, რომ შენ არ ხარ ღია ზღვაში ხელის ხაცების რეჟიმში, ხო, უბრალოდ. და მესამე, შემიძლია მე ყველაფრისთვის ვიბრძოლო, ყველაფერი ვაკეთო, მაგრამ ეს უნდა ვაკეთო არაძალადობრივი მეთოდები. რომ არ უნდა გამოვიყენო აგრესია, ძალა და ადამიანის ღირსების შემლახველი საქციელები და ამ ბრძოლის, ეს სამი დებულებაა ჩემთვის ამ საგნის არსი. მე მგონი იდეალური კომბინაციაა. ხო, უბრალოდ ნახეთ ეს რატო ამბობ ამას, რომ შეიძლება მე როგორც ამ საგნის ექსპერტს ერთ დროს და რესურსების დაუზე მომუშავეს და კონფერენციის რეჟიმში რო ვლაპარაკობდეთ, შეიძლება უფრო სხვა აქცენტებიც გამომეგვეთა, ხო, და ამის ვაკეთებ ადამიანის უფლებები უფრო ბაქთვის წერტილია თუ მონაწილეობა 1000 რამეზე შეიძლება ლაპარაკი. ეს არის ფორმულა, რომელიც ადრეც არაერთხელ მithქვამს, როცა ექსპერტი ვიყავი, იმიტომ რომ ეს ყველა აწერს ამას საქართველოში. არ განურჩევლად იმისა, რა იდეოლოგიას ემსახურება, იდეოლოგია ცუდად თქვია, რა პოლიტიკური გემოვნება აქვს, რა სადგმუშაობს, რა საკეთებს. გებულებად საქართველოში ათეისტიან, ღმადმორწმუნე, ქრისტიანი, ლიბერალიან, კონსერვატორი, სოციალისტი ან ანარქისტი, რომელიც ამ სამდებულებას ხელს არ მოაწერს. ქვეყანაში, რომელსაც 3000 წლოვანი თითქმის სახელმწიფოებრივი ტრადიცია აქვს და რამის მე მგონი ყველაზე პრინციპულად შეთანხმებული საკითხები, დებულებებია, რაც ჩამოაყალიბეთ. არ არის ჩემია ეს ქვეყანა, ჩემიც არის, ხო, მეც მეკითხეს და მე მგონი ეს ყველა უნდა გაიაზროს, მეგობრებო, რომ თქვენია ეს ხახტებით რომ ამ ვითარებაშიც კი უნდა შევინარჩუნოთ ცდილობა, ეთიკა, კონსტრუქციულობა და ფიზიკურ ძალადობასთან და ადამიანის ღირსების დამცირებასთან არ უნდა ასოცირდებოდეს ჩვენი ქმედება. ალბათ ეს სამი სიტყვა უნდა გაიხსენოს ყველა, ვინც ამ საგნის ხელყოფას, მის არასწორ მნიშვნელობასა და ენაზე იფიქრებს და მაშინ გაუქმება ძნელი იქნება და დამახინჯება უფრო ძნელი. ეს სხვათა შორის მოქალაქეობის ფუნდამენტია, რომ ჩემია ეს ქვეყანა არის ის, რომ შენ აიღო საკუთარ თავზე პასუხისგებლობა და შენ გააკეთო ქვეყნისთვის შენსავე წერტილში ყველაფერი, რაც შენ გინდა რომ იყოს ისე. დიდი მადლობა ამ ნაწილისთვის და ფაქტობრივად ჩვენ გავედით ფინალურ ნაწილზე. ბოლო კიდევ ერთ წუთს მოგცემთ საბოლოო ჯამში, რომ საბოლოო სათქმელი რაც გინდათ ზოგადად საზოგადოებას, მასწავლებლებს, ექსპერტებს, მინისტრს, რა ვიცი, ყველას მიმართოთ თუ გინდათ ეს შეგვიძლია მე ცალკეც გამოვყოთ. რაც გაქვთ და ამ ნაწილში ჩამოვაყალიბებ ჩემს ზოგად მონოლოგს და ვეცდები რომ ჩემი მოკლე ასე ვთქვათ მესიჯი შეტყობინება საზოგადოებას მარტივად გამოუკვეთო რომ ზოგადად და ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ვამბობ ამას მიუხედავად იმისა რომ ხანდახან უხეშად მომდის ხოლმე რაღაცები მე მაინც ამ აზრზე ვრჩები რომ მე არ მიცდია დღეს პირადად ვინმეს დადანაშაულება მაინც და მაინც რამეში უბრალოდ ყოველთვის ვცდილობ რომ ვიღაცებს ვაჩვენო სწორი ადამიანებით და სწორი ხედვებით რა შეიძლება იყოს რასაკვირველია ჩემზე კომპეტენტურად სწორი ხედვა და აი ამ ნაწილში სამოქალაქო განათლება მე მგონი თქვენ ზუსტად დაანახეთ
რომ არ არის რაღაცა მოდური საგანი, რაღაცა იქიდან ჰაერიდან მოტანილი საგანი, არის ეს ეროვნულობის დაცვის მექანიზმი, დემოკრატიის დაცვის მექანიზმი, რომელიც სახელმწიფომ უბრალოდ არ უნდა გადაგვიქციოს რაღაცა ბიომასად, რომელსაც მე როგორც უნდა ისე გამოიყენებს და ეს საბოლოო ჯამში ეს ბიომასა ხმას არ ამოიღებს, ხო? ანუ სკოლა მიუხედავად ამისა, რომ ამბობენ რომ სკოლა აპოლიტიკურია, ყოველთვის სკოლა მაინც ერთი შეხედვით რჩება პოლიტიკურ სივრცედ და ეს იმიტომ კი არა რომ პარტიები არიან აქ და ვიღაცა პოლიტიკოსები ჩამოდიან, არა, იმიტომ რომ იქმნება მომავალი ადამიანი ამ სკოლაში და შესაბამისად, როცა ჩვენ ვქნით მომავალ ადამიანს, უნდა შევქმნათ ეს მომავალი ადამიანი ისეთი, როგორიც სახელმწიფოს თქვენ კარგად ახსენეთ კონცეფცია რაც არის განათლების იმას მოერგება და ეს კონცეფცია თუ არ გაქვს შედალოცვილო მაშინ რას საკეთებ და რას ვთხოვ საერთოდ საზოგადოებას ხო მოკლედ ეს არის ის რაც მინდოდა მეთქვა და მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ რომ დრო დაგვითმეთ თითქმის კი არა და 2 საათი ფაქტობრივად გაუჩერებლად და ესეთი ამომწურავად ყველა კითხვაზე რაც პირადად მე მქონდა სრულყოფილად ჩამოაყალიბეთ სათქმელი და მადლობა მაყურებელს ვინც გვიყურებდა გვისმენდა დაინტერესდით გააზიარეთ ეს ჩვენი ეპიზოდი იმიტომ რომ მე მგონი საკმაოდ კი არა და ძალიან კრიტიკული და ზუსტი აქცენტები გამოკვეთა ბატონმა ნიკომ და ეს იყო დღევანდელი რეალური სურათი რაც ამ ჩვენი გადაცემის სათაურია შევხვდებით ჩვენ მომავალ ეპიზოდში მე პირადად მეც აღარ დავამატებ ეხა დავუთმობ ბოლო სიტყვას ბატონ ნიკოს და ამით დაგემშვიდობებით მეგობრებო დიდი მადლობა მადლობა შალვა შეჯამებისთვის ეს ისე რომ სამწუხაროდ და არასაბედნიეროდ რეალური სურათი არის ეს რაც ვიღებთ რეალურად ასახავს იმას და რა ვიცი ამ შემთხვევაში კოლეგია მასწავლებლები გვისმენენ რომლებიც და განათლებით დაინტერესებული ადამიანები ალბათ ასე უნდა შევაჯამოთ ეს აქცენტი რა გვჭირდება იმისთვის რომ დავრჩეთ თამაში მასწავლებლები ხო ანუ თუ მაგიტის არც ერთ მხარეს არ ზიხარ, ესე იგი მენიუში ხარ, ხო? ანუ ეს უნდა წარმოვიდგინოთ ამ წუთაში თქვენ მასწავლებლები, საგანმანათლებლო სპეციალისტები სკოლაში არც ერთ მაგიდის, არც ერთ კუთხესთან არ უზივართ. არც სასწავლო გეგმას გვეკითხება არავინ, არც სასწავლებლო ინსტიტუციებს გამონაწილეობთ, იმიტომ რომ განდევნილი არის განათლების რეფორმიდან საგანმანათლებლო განზომილება. და ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ამ სივრცეში, ჩვენი სიტყვით, ჩვენი რიხით, აუცილებელი არ არის მიტინგზე გამოსვლა ამისთვის და აუცილებელი არ არის პოლიტიკურ განცხადებებში, ისეთი განცხადებებითაც შეიძლება ეს, რომელსაც ვერ დაგვადანაშაულებენ deep state-ის აგენტობაში. ანუ ამ შემთხვევაში არის ძალიან მარტივი რაღაცა, ძალიან კონკრეტული, რომ არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმა თავის აგნობრივი პროგრამებით, რომელსაც აქვს ძალიან კონკრეტული შინაარსი. ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს, რომ ვიდრე სახელმწიფოებს დაწერთ 1-ს თუ 5-ს, ვიდრე იქ სქემას დაამტკიცებთ, რომელიც ნაწილია ეროვნული სასწავლო გეგმის კონსტიტუციაში, ვიდრე იქ რაღაც ტესტებს შემოიტანთ, ვიდრე იქ LMS პროგრამებს განავითარებთ და ძველ პროექტებს ფორმალურად გაამართლებთ, სასწავლო გეგმის ენაზე მარტივად ჩვენთვის გასაგებად გვაჩვენეთ, რაც ნიშნავს ეს კონცეფცია საკლასო ოთახში და პროცესში და ეს ტელევიზიებს და პოლიტიკოსებს დავუთმოთ ეს რაღაც ისულელეები, რომ ტელეფონი არ მინდა, მაგრამ თან რო ისა ტექნოლოგიების გამოყენებაზეა აქცენტი და ფორმა გვინდა და ეს კიდე ერთი წიგნი გვინდა თუ არ აი ეს საიკი ბატონო ამაზეც იყო მსჯელობა, მაგრამ ჩვენ რახან ხელს ვაწერთ, რომ რეფორმის განხილვის ეპიცენტრი იქეთ მიდის, ამითი ვაწერთ ხელს, რომ ჩვენი ადგილი მენიუშია და არა მაგიდასთან და ამიტომ ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ განათლების სისტემაში და ვთქვათ, რომ სკოლის ლიდერობაც პედაგოგიკური სულისკვეთების ადამიანებს სჭირდება და საერთოდაც შინაარსების განხილვაში დავბრუნეთ რეფორმაში, როგორც რეფორმის კონცეფციის ნაწილი. სასწავლო გეგმა არის იგივე რეფორმის კონცეფცია და ამაზე ხელშესათავად ეს ამაზე ხო ვერ ხუჭაში დგომა ხო არ არის ეს. ამის გამო ვერ დაგვიჭერენ, რომ მაინტერესებს ჩემ საგანში რა უნდა ისწავლებოდეს და არ მომწონს ხო, არ თეორიულადაც ძალიან ძნელია ეხლა რომ მასწავლებელი დაიჭირო იმისთვის, რომ აინტერესებს თავის საგანში რა იცვლება. მეგობრო, ჩვენ გვაინტერესებს უბრალოდ იგვიწვიონ და გაგვასინჯონ ერთხელ რაღაცა ის კურსეტია თუ ვერიფიკეთ მაინც დაგვსვან რაღაცა. ან წელი დაგვალევინეთ არა. რაღაც გაგვასინჯონ. რომ აი სწორედ სამოქალაქო განათლების მთელი იდეა, როგორც თქვით, რომ არის არა მარტო ის, რომ ეს ქვეყანა ჩემიც არის, არამედ ვიცი მე ერთ ადამიანს რა შემიძლია, ჩვენ ერთ მასწავლებელს ყველას შეგვიძლია იქ ის კი არ პოსტოთ იქ მიხანაძეს ფორმა რამდენად
კარგად შემოაქვს ან ბახარაშვილი კონკურს როგორ გამოაცხადებს ამ ფორმებზე იმას ამბობ და ნული ფორმები და რაღაცა იქ მაგრამ ჩვენ ვსწავლთ ის რომ აი ბატონო აქ რას შვებით აქ და შეგვპირდით მაინცო აქამდე პირობაც არ მოუციათ რომ 6 თვეში გამოვაქვეყნებთ სასწავლო გეგმას 3 თვეში გეტყვით რაღაცას ან რაღაცას ერთი სიტყვა არ თქმულა ამაზე მაშინ როცა არაბერთულები თითქმის და ეგ მაინც შეგვპირდნენ რომ ცოტა შედათ ვიყოთ და ციგნებზე უკვე მუშაობენ ეგ რაღაცებს უკვე აკეთებენ LMS პროგრამებს ამვითარებენ იმას ნაიკისთვის რაღაც ტესტებს აკეთებენ პარალელურად და ეს ხდება ისე რომ არ ვიცი სასწავლო გეგმა როგორი ბატონო ნიკო და არა მგონია ეს მიუხედავად აკეთებდნენ ეგ და ასე აშკარია ხო რა ვიცი მეგონი ცოტა გამიგრძელდა შეჯამება მაგრამ მადლობას მოგიხდით თქვენ პოდკასტში მოწვევისთვისაც და რაც თავარია უფრო მეტად ამ თემის წინ წამოწევისთვის რომელსაც მართლა შეუძლია სწორი განზომილება შემოიტანოს დამატებით სწორედ განზომილება შემოიტანოს იმიტომ რომ აქამდე ჩვენ ხედავთ პროტესტს ცუდ იდეოლოგიებზე უსამართლობებზე პოლიტიკის გამოყენება ეს თემები არის უფრო პოლიტიკის გაგრძელება ხო ხა არ ჭირდება განათლების ექსპერტობა იმის მიხვედრას რომ სკოლაში რო ზეწოლა ხდება არჩევნებზე ისეთივე ცუდია როგორც პოლიციაში ხდება და სხვა საჯარო სამსახურებში ხდება ჩვენ რაც შეგვიძლია ჩვენ საგანმანათლებლო განზომილება უნდა შემოვიტანოს და ეს იქნება სასიკვდილო განაჩენი პოლიციური რეჟიმისთვის რომელიც დღეს განათლების სისტემის მენეჯმენტის სახელით მოქმედებს ეს არის და ეს წარმატებებს გისურვებთ და მადლობა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით რომ დაგვითმეთ 2 საათი და კიდევ მეტი ამომწურავად უპასუხეთ თითქმის ყველა კითხვას თითქმის იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა იქნება ყოველთვის და ამაზე ერთი შეხვედრა ფიზიკურად არ გვეყოფა მაგრამ ამ რეალურ სურათში მეგობრებო თუ თქვენ რაიმე არარეალურს ხედავთ მაინც გიტოვებთ ამ სივრცეს ნებისმიერი ადამიანი ექსპერტი იქნება თუ რა ვიცი მეგეპატიშებით ბატონ იმას რა ქვია იმ სივრციდან რომელიც სადაც ჩვენ არ ვხედავთ იმ მაგიდაზე ჩვენს მაგიდაზე შეგიძლიათ მობრძანდეთ აი ამ სკულპტუოზულ მაგიდაზე რომელიც არაფერს ისეთ არ გადის ძირითად შემთხვევაში გარდა იმისა რომ უბრალოდ ეს არის პრობლემები რომელიც საზოგადოებას მასწავლებლებს აწუხებს და ამ პრობლემებზე თქვენ ხართ ერთადერთი პრობლემების სათავეში თქვენ ხართ თავარი გარანტორები რომ დაიცვათ თუ რაიმე პრობლემას საშიშროებას ხედავთ ამ შემთხვევაში ამ რეალურმა სურათმა ამ ეპიზოდმა ნაცვლად დაგანახათ სად ვართ და რა მომავალი შეიძლება დაგხვდეს უახლოეს 1 წელიწადში კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ ეს ნამდვილად მოახერხეთ ბატონო ნიკო და დაგემშვიდობებით მეგობრებო ჩვენ შევხვდებით მომავალ პარასკევს 10 საათზე მე-4 ეპიზოდზე დავანონსებ წინასწარ რა თემაზე გვექნება და დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენ კიდევ გვეყოლება ხშირი სტუმარი გახდება ნებისმიერ საკითხზე ბატონი ნიკო კარგით თუ რამე დამატებითი სათქმელი აღარ გაქვთ მაშინ ჩვენი პოდკასტი შეგვიძლია დავასრულოთ პირდაპირ